სწორედ ახლა ამ წამს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი ტვინი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიცია თქვენი თავის ქალის შიგნით. ის არ ცურავს თავისუფლად. ის არ მოძრაობს ქაოსურად. გრავიტაცია აწევს მას ქვემოთ, ხოლო ცერებროსპინალური სითხე ქმნის ზუსტ ბალანსს, რომელიც ინარჩუნებს თქვენი ტვინის ყოველ მილიმეტრს იმ ადგილას, სადაც მან უნდა იყოს. ეს არის ბალანსი, რომელიც ჩამოყალიბდა 4 მილიარდი წლის განმავლობაში. ბალანსი, რომელიც არასოდეს შეცვლილა. მაგრამ 2015 წელს NASA-ს მეცნიერებმა გახსნეს ფაილები, რომლებიც შეიცავდა 26 ასტრონავტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათებს. ისინი შეადარეს სურათები გადაღებული კოსმოსში გაფრენამდე სურათებს გადაღებულ მათი დაბრუნების შემდეგ. და ის, რაც მათ აღმოაჩინეს, შეცვალა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცოდით ადამიანის ტვინის შესახებ. ტვინი გადაადგილდა. არა მეტაფორულად. არა ფუნქციურად. ფიზიკურად გადაადგილდა თავის ქალის შიგნით. 5-დან 7 მილიმეტრამდე ზემოთ. წარმოიდგინეთ ორგანო, რომელიც აკონტროლებს თქვენს ყოველ აზრს, ყოველ მოგონებას, ყოველ გადაწყვეტილებას, ყოველ მოძრაობას, ყოველ სუნთქვას და ეს ორგანო ცვლის თავის პოზიციას თქვენი თავის ქალის შიგნით. ეს არ არის მცირე ცვლილება. ეს არის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია იმისა, თუ როგორ არსებობს თქვენი ტვინი სივრცეში. დოქტორი დონა რობერტსი, ნეიროლოგი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, რომელმაც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას, აღწერდა პირველ მომენტს, როცა მან დაინახა ეს სურათები. მან თქვა, რომ პირველად მისი კარიერის განმავლობაში მან იგრძნო, რომ უყურებდა რაღაცას, რაც არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. ტვინი, რომელიც ყოველთვის იყო ქვემოთ, ახლა იყო ზემოთ. სტრუქტურები, რომლებიც ყოველთვის ინარჩუნებდნენ კონკრეტულ ფორმას, ახლა იყვნენ შეკუმშული. სივრცეები, რომლებიც ყოველთვის იყო სავსე ცერებროსპინალური სითხით, ახლა იყო განსხვავებული. და ყველაზე შემაშფოთებელი, ზოგიერთი ეს ცვლილება არ უბრუნდებოდა ნორმალურ მდგომარეობას. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ კოსმოსი ცვლის სხეულს. ასტრონავტები კარგავენ ძვლის მასის 1-დან 2%-ს ყოველთვეში. მათი კუნთები ატროფირდება. მათი გულსისხლძარღვთა სისტემა ადაპტირდება. მაგრამ ტვინი იყო დაცული. ტვინი იყო სტაბილური. ტვინი იყო ის ერთი ორგანო, რომელიც ჩვენ ფიქრობდით, რჩებოდა უცვლელი. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არ იყო სიმართლე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ასტრონავტი. თქვენ გაატარეთ 10 წელი ვარჯიშში. თქვენ ისწავლეთ ყველა პროცედურა, ყველა პროტოკოლი, ყველა საგანგებო სიტუაცია. თქვენ მზად ხართ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად. და შემდეგ თქვენ ხვდებით კოსმოსში. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ გრძნობთ უჩვეულო შეგრძნებებს. თაუბრუსხვევა, რომელიც არ არის ნამდვილი თაუბრუსხვევა. დეზორიენტაცია, რომელიც მოდის და მიდის. პრობლემები ხედვასთან, ობიექტები ჩანან ოდნავ ბუნდოვანი, განსაკუთრებით საღამოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური ადაპტაცია. ყველა ასტრონავტი გადის ამას. მაგრამ რაც თქვენ არ იცით არის ის, რომ თქვენი ტვინი, ორგანო, რომელიც აკონტროლებს თქვენს იდენტობას, ამ წუთებში ცვლის თავის პოზიციას თქვენი თავის ქალის შიგნით. NASA-ს კვლევამ გამოავლინა რაღაც კიდევ უფრო შემაშფოთებელი. ის ასტრონავტები, რომლებმაც გაატარეს მხოლოდ 2 კვირა კოსმოსში, აჩვენეს გარკვეული ცვლილებები. მაგრამ ის ასტრონავტები, რომლებმაც გაატარეს 6 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, აჩვენეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები. და ის ერთი ასტრონავტი, რომელმაც გაატარა თითქმის 1 წელი, სკოტ კელი, რომელიც დაბრუნდა დედამიწაზე 2016 წელს, მისი ტვინის სკანირებამ აჩვენა ცვლილებები, რომლებიც იყო ისეთი ღრმა, რომ ზოგიერთი მათგანი არ გაქრა თუნდაც 7 თვის შემდეგ. დაფიქრდით ამაზე 1 წუთით. თქვენი ტვინი არის ორგანო, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც თქვენ ხართ. თქვენი მოგონებები ბავშვობიდან. თქვენი უნარი ამოიცნოთ თქვენი ოჯახის წევრების სახეები. თქვენი ცოდნა, თუ როგორ ისაუბროთ, როგორ იფიქროთ, როგორ იგრძნოთ. ყველაფერი, რაც ქმნის თქვენს პიროვნებას, არსებობს ამ 1 კილოგრამ 400 გრამ ნაცრისფერ ქსოვილში. და ახლა ჩვენ ვიცით, რომ როცა ეს ქსოვილი ტოვებს დედამიწას, როცა ის გადადის გარემოში, სადაც არ არსებობს გრავიტაცია, ის იწყებს ფიზიკურ ტრანსფორმაციას. მაგრამ რატომ? რა ხდება ასტრონავტის თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს ამ ცვლილებას? და რატომ ჩვენ არასოდეს არ შევამჩნიეთ ეს ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დადიან კოსმოსში უკვე 60-ზე მეტი წლის განმავლობაში? პასუხი იწყება იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი დედამიწაზე. ამ წამს თქვენი ტვინი ცურავს ცერებროსპინალურ სითხეში. ეს სითხე არის არა მხოლოდ დამცავი ბალიში.
ის არის დინამიური სისტემა, რომელიც მუდმივად მოძრაობს, მუდმივად ცვლის წნევას, მუდმივად ინარჩუნებს ბალანსს. გრავიტაცია აწევს თქვენს ტვინს ქვემოთ, ხოლო ეს სითხე ქმნის წინააღმდეგობას, რომელიც ინარჩუნებს ყველაფერს სტაბილურად. ეს არის სისტემა, რომელიც ევოლუციამ შექმნა 400 მილიონი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პირველი ხერხემლიანები გამოვიდნენ ოკეანიდან ხმელეთზე. მაგრამ კოსმოსში ეს ბალანსი ქრება. გრავიტაცია აღარ აწევს ტვინს ქვემოთ. ცერებროსპინალური სითხე აღარ უნდა შექმნას წინააღმდეგობა ზემოთ. და რაც ხდება არის ის, რომ სითხე იწყებს გადანაწილებას. ის გადადის ქვემოდან ზემოთ. ის ივსება სივრცეებში, რომლებიც ჩვეულებრივ არის უფრო ცარიელი. და ეს გადანაწილება აწევს ტვინს ზემოთ, თავის ქალის ზედა ნაწილისკენ. დოქტორი ლარი კრამერი, ნეიროანატომი ტეხასის უნივერსიტეტიდან, რომელიც იყო NASA-ს კვლევის ნაწილი, ახსნიდა ამას გასაოცარი ანალოგიით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ბურთი, რომელიც ცურავს აუზში. დედამიწაზე ეს ბურთი ყოველთვის ცურავს ზედაპირთან ახლოს, რადგან გრავიტაცია აწევს წყალს ქვემოთ და ბურთი ადის ზემოთ. მაგრამ თუ თქვენ წაიღებთ ამ აუზს კოსმოსში, სადაც არ არის გრავიტაცია, წყალი აღარ იქნება ქვემოთ ან ზემოთ. ის გადანაწილდება თანაბრად. და ბურთი შეიძლება იყოს სადმე აუზის შიგნით, არა აუცილებლად ზედაპირთან. თქვენი ტვინი არის ეს ბურთი. თქვენი თავის ქალა არის ეს აუზი. და ცერებროსპინალური სითხე არის წყალი, რომელიც უცებ აღარ იცის, სად უნდა იყოს. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. რადგან როცა ტვინი გადაადგილდება ზემოთ, ის იწყებს დაჭერას სტრუქტურებზე, რომლებიც არასოდეს განიცდიდნენ ამ ტიპის წნევას. ტვინის ზედა ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ არის ოდნავ მოშორებული თავის ქალის ცვლისგან, ახლა არის დაჭერილი მასზე. ტვინის ქვედა ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ არის უფრო ახლოს თავის ქალის ფუძესთან, ახლა არის ოდნავ აწეული. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ზონები, რომლებიც აკონტროლებენ ხედვას და წონასწორობას, განიცდიან ყველაზე დიდ ცვლილებებს. NASA-ს მეცნიერებმა გაზომეს ეს ცვლილებები მილიმეტრული სიზუსტით. ისინი აღმოაჩინეს, რომ ტვინის ვენტრიკულები, ღრუ სივრცეები ტვინის შიგნით, რომლებიც სავსეა ცერებროსპინალური სითხით, გაფართოვდა საშუალოდ 11%-ით 6 თვიანი მისიის შემდეგ. 11% შეიძლება არ ჟღერდეს როგორც ბევრი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გულის ზომა გაიზარდა 11%-ით. ან თქვენი ფილტვები, ან თქვენი თირკმელები. ეს იქნებოდა სამედიცინო საგანგებო სიტუაცია. მაგრამ ტვინში ეს ხდება ნელა, უხმაუროდ, ხოლო ასტრონავტი აგრძელებს მუშაობას, ვარჯიშს, ცხოვრებას, არ იცის, რომ მისი ტვინის ფუნდამენტური სტრუქტურა იცვლება. და აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. როცა ასტრონავტები ბრუნდებიან დედამიწაზე, ზოგიერთი ეს ცვლილება უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ტვინი ნელ-ნელა ეშვება უკან ქვემოთ. ვენტრიკულები იწყებენ შემცირებას. მაგრამ არა ყველაფერი უბრუნდება. ზოგიერთი სტრუქტურა რჩება შეცვლილი. ზოგიერთი ზონა რჩება შეკუმშული. და ყველაზე შემაშფოთებელი, ჩვენ არ ვიცით რატომ. ჩვენ არ ვიცით რა განსაზღვრავს, რომელი ცვლილებები იქნება დროებითი და რომელი იქნება მუდმივი. დოქტორი პიტერ ზუეულენბურგი, ნეიროლოგი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან მიუნხენში, რომელმაც შეისწავლა რუსი კოსმონავტების ტვინის სკანირებები, აღმოაჩინა რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. მან შეადარა კოსმონავტები, რომლებმაც გაატარეს 6 თვე კოსმოსში, კოსმონავტებს, რომლებმაც გაატარეს 1 წელი. და მან აღმოაჩინა, რომ ცვლილებები არ იყო ხაზოვანი. ეს არ იყო მარტივი შემთხვევა, მეტი დრო კოსმოსში უდრის მეტ ცვლილებებს. ზოგიერთ ზონაში ცვლილებები იყო უფრო ინტენსიური პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ კი სტაბილიზდებოდა. სხვა ზონებში ცვლილებები გრძელდებოდა და ინტენსიფიცირდებოდა მთელი მისიის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ტვინი არ უბრალოდ რეაგირებს უწონადობაზე. ის ადაპტირდება. ის იცვლება. ის ხდება სხვა ტიპის ტვინი. წარმოიდგინეთ ეს პერსპექტივიდან ევოლუციისა. ყოველი ორგანო თქვენს სხეულში ჩამოყალიბდა გრავიტაციის პირობებში. თქვენი გული ვითარდა ისე, რომ გამოეგზავნა სისხლის ზემოთ თქვენი ტვინისკენ, დაძლევდა გრავიტაციის ძალას. თქვენი ფილტვები ვითარდნენ ისე, რომ ჰაერი ჩამოვარდნა ქვემოთ, არა ცურავდა თანაბრად. თქვენი ძვლები ვითარდნენ ისე, რომ გაუძლონ მუდმივ დატვირთვას ქვემოთ. და თქვენი ტვინი ვითარდა ისე, რომ ყოფილიყო ქვემოთ, ყოველთვის ქვემოთ, მუდმივად დაჭერილი გრავიტაციით, მუდმივად ბალანსირებული ცერებროსპინალური სითხით, რომელიც იცის თავისი ადგილი. მაგრამ კოსმოსში ეს 4 მილიარდი წლის ევოლუცია უცებ ხდება არარელევანტური.
გრავიტაცია ზალა, რომელმაც ჩამოაყალიბა ყოველი უჯრედი თქვენს სხეულში, უცებ ქრება. და თქვენი ტვინი, ორგანო, რომელიც არის ყველაზე რთული სტრუქტურა, რომელიც ოდესმე შექმნა ევოლუციამ, უცებ აღმოჩნდება გარემოში, რომლისთვისაც ის არასოდეს არ იყო შექმნილი. და აქ იწყება ნამდვილი შეკითხვები. რადგან ის, რაც ნასამ აღმოაჩინა, არის მხოლოდ დასაწყისი. ის 26 ასტრონავტი, რომლებიც შეისწავლეს, გაატარეს მაქსიმუმ 1 წელი კოსმოსში. მაგრამ ახლა ჩვენ გეგმავთ მისიებს, რომლებიც გასტანს ბევრად უფრო დიდხანს. მარსზე მისია, რომელსაც NASA გეგმავს მომდევნო 10 წლეულში, მოითხოვს მინიმუმ 2 წელს კოსმოსში. 6 თვე მარსამდე მისვლისთვის. 1 წელი მარსის ზედაპირზე, სადაც გრავიტაცია არის მხოლოდ 30% დედამიწისა. და კიდევ 6 თვე დაბრუნებისთვის. ეს არის 2 წელი, როცა ასტრონავტის ტვინი იქნება გარემოში, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება იმისგან, რისთვისაც ის შეიქმნა. რა მოხდება ამ ასტრონავტების ტვინებთან? გაიზრდება თუ არა ცვლილებები ხაზოვნად, ან მოხდება თუ არა რაღაც უფრო დრამატული? იქნება თუ არა წერტილი, სადაც ცვლილებები გახდება ისეთი ღრმა, რომ ისინი აღარ იქნება შექცევადი? და ყველაზე შემაშფოთებელი შეკითხვა, რა მოხდება იმ ადამიანის პიროვნებასთან, რომლის ტვინიც გაივლის ამ ტრანსფორმაციას? დოქტორი რაჩელ სიდელი, ნეიროფსიქოლოგი ჰიუსტონის უნივერსიტეტიდან, რომელიც მუშაობს NASA-სთან, აღწერდა ერთ შემთხვევას, რომელიც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო. ერთი ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 6 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, დაბრუნდა დედამიწაზე და დაიწყო ჩივილი უჩვეულო სიმპტომებზე. მას ჰქონდა პრობლემები სივრცითი ორიენტაციით. ის ვერ ახერხებდა სწორად შეაფასოს მანძილები. როცა ის ცდილობდა ჩაესვა ავტომობილში პარკინგში, ის ვერ ხედავდა, სად იყო ავტომობილის კუთხეები. როცა ის ცდილობდა ჩაესხა წყალი ჩიქაში, ის ხშირად ცდებოდა. ეს სიმპტომები გაგრძელდა 4 თვის განმავლობაში. და როცა მეცნიერებმა შეადარეს მისი ტვინის სკანირებები, ისინი აღმოაჩინეს, რომ ზონა, რომელიც აკონტროლებს სივრცით აღქმას, პარიეტალური ქერქი, ჯერ კიდევ იყო შეკუმშული, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა თავის ნორმალურ ფორმაში. ეს არის არა მხოლოდ სამედიცინო საკითხი. ეს არის ფილოსოფიური საკითხი. რადგან თუ თქვენი ტვინის სტრუქტურა იცვლება თუ არა თქვენი პიროვნება. თუ ზონა, რომელიც აკონტროლებს თქვენს აღქმას სივრცისა, ხდება განსხვავებული, ხდებით თუ არა თქვენ განსხვავებული ადამიანი. და თუ ეს ცვლილებები არის მუდმივი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ასტრონავტი, რომელიც დაბრუნდება მარსიდან, აღარ იქნება იგივე ადამიანი, რომელიც გაფრინდა. NASA-ს მეცნიერები ახლა ცდილობენ გაიგონ, შეიძლება თუ არა ამ ცვლილებების პრევენცია. ისინი ტესტირებენ სხვადასხვა მეთოდს. ერთი იდეა არის შექმნა ხელოვნური გრავიტაციის მბრუნავი კოსმოსური ხომალდით. თუ ხომალდი ბრუნავს, ცენტრიდანული ძალა შეიძლება იმიტირებდეს გრავიტაციას. მაგრამ ასეთი ხომალდის აშენება მოითხოვს ტექნოლოგიას, რომელიც ჯერ არ არსებობს, და ბიუჯეტს, რომელიც შეიძლება იყოს ასობით მილიარდი $. სხვა იდეა არის შექმნა სპეციალური კოსტიუმი, რომელიც შექმნის წნევას თავის ქალაზე, იმიტირებდა გრავიტაციის ეფექტს ტვინზე. მაგრამ ადრეული ტესტები აჩვენა, რომ ასეთი კოსტიუმი არის არაკომფორტული და შეიძლება შექმნას სხვა პრობლემები, როგორიცაა თავის ტკივილი და ყელის ტკივილი. მესამე იდეა არის უბრალოდ მიღება იმისა, რომ ეს ცვლილებები არის გარდაუვალი და ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ასტრონავტებს ადაპტირდნენ. ეს ნიშნავს ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება ტვინს შეინარჩუნოს თავისი ფუნქციები მიუხედავად სტრუქტურული ცვლილებებისა. ეს ნიშნავს მედიკამენტებს, რომლებიც შეიძლება დაიცვას ტვინის უჯრედები და ზიანებისგან. ეს ნიშნავს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც ეხმარება ასტრონავტებს გაუმკლავდნენ იმ ფაქტს, რომ მათი ტვინი, მათი იდენტობის ორგანო იცვლება. მაგრამ ყველა ეს იდეა ეფუძნება ერთ ფუნდამენტურ დაშვებას, რომ ჩვენ ვიცით, რა ხდება ტვინში კოსმოსში. და სიმართლე არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით. ის 26 ასტრონავტი, რომლებიც შეისწავლეს NASA-ს კვლევაში, არის მხოლოდ 26 ადამიანი მთელი კაცობრიობის ისტორიიდან. ეს არის ნიმუში, რომელიც არის ისეთი მცირე, რომ ნებისმიერი დასკვნა უნდა იყოს წინ დახედული. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ცვლილებები იგივე ყველა ადამიანისთვის. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ზოგიერთი ადამიანი უფრო მგრძნობიარე ვიდრე სხვები. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, თუ ადამიანი გაატარებს არა 1 წელს, არამედ 5 წელს კოსმოსში. ან 10 წელს. ან მთელ ცხოვრებას. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. რადგან ჩვენ არ ვგეგმავთ მხოლოდ მოკლე მისიებს მარსზე. ჩვენ გეგმავთ კოლონიებს.
ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც დაბადებიან მარსზე, გაიზრდებიან მარსზე, იცხოვრებენ მთელთავიან ცხოვრებას გარემოში, სადაც გრავიტაცია არის მხოლოდ 30% იმისა, რისთვისაც მათი ტვინი შეიქმნა. რა მოხდება ამ ადამიანების ტვინებთან? განვითარდება თუ არა ისინი ნორმალურად? იქნება თუ არა მათი კოგნიტური უნარები იგივე, როგორც დედამიწაზე დაბადებული ადამიანებისა? და თუ ისინი ოდესმე მოვლენ დედამიწაზე, შეძლებენ თუ არა ისინი ადაპტირებას გრავიტაციაზე, რომელიც მათთვის იქნება სამჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ის, რაშიც ისინი გაიზარდნენ? ეს არის შეკითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხები. და ეს არის შეკითხვები, რომლებიც ხდება უფრო და უფრო გადაუდებელი, რადგან ჩვენ მივდივართ უფრო და უფრო ახლოს იმ მომენტისკენ, როცა ადამიანები გახდებიან მულტიპლანეტარული სახეობა. დოქტორი ჯეიმს ლოგანი, ყოფილი ნასას მთავარი სამედიცინო ოფიცერი, რომელმაც მუშაობა დაიწყო ნასაში ჯერ კიდევ აპოლოს პროგრამის დროს, თქვა რაღაც, რაც რჩება ჩემს გონებაში. მან თქვა, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ კოსმოსი იყო საშიში. ჩვენ ვიცოდით რადიაციის შესახებ. ჩვენ ვიცოდით მიკრომეტეორიტების შესახებ. ჩვენ ვიცოდით ტექნიკური გაუმართავობების შესახებ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ თუ ჩვენ შევძლებდით ამ საფრთხეების დაცვას, ასტრონავტი იქნებოდა უსაფრთხო. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის სიმართლე. საფრთხე არის არა მხოლოდ გარეთ. საფრთხე არის შიგნით. საფრთხე არის თავად კოსმოსის გარემო, რომელიც ცვლის ორგანოს, რომელიც ქმნის ჩვენს იდენტობას, და ეს გვიბიძგებს ერთ ფუნდამენტურ შეკითხვამდე, რა არის ადამიანი? ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჩვენი იდენტობა არის რაღაც სტაბილური, რაღაც მუდმივი. ჩვენ ვართ ჩვენი მოგონებები, ჩვენი აზრები, ჩვენი პიროვნება. მაგრამ ყველა ეს რამ არსებობს ჩვენს ტვინში. და თუ ჩვენი ტვინი იცვლება არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ სტრუქტურულად, ფიზიკურად, მაშინ რა რჩება უცვლელი? რა არის ის ბირთვი, რომელიც ქმნის მეს? ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში კამათობდნენ გონებისა და სხეულის ურთიერთობაზე. დეკარტი ფიქრობდა, რომ გონება და სხეული იყო ორი განსხვავებული ნივთიერება. მატერიალისტები ამტკიცებდნენ, რომ გონება არის მხოლოდ ტვინის აქტივობა. მაგრამ ახლა, პირველად ისტორიაში, ჩვენ ვხედავთ რეალურ დროში, როგორ იცვლება ტვინის სტრუქტურა და როგორ იცვლება ადამიანის გამოცდილება. და ეს არის არა ფილოსოფიური აბსტრაქცია. ეს არის რეალური ადამიანები, რეალური ასტრონავტები, რომლებიც ბრუნდებიან კოსმოსიდან და ამბობენ, რაღაც შეიცვალა. მე ვგრძნობ განსხვავებულად. მე ვხედავ სამყაროს განსხვავებულად და ეს გვიბიძგებს კიდევ უფრო ღრმა შეკითხვამდე, თუ ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ მულტიპლანეტარული სახეობა, თუ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ არსებობა მარსზე, ევროპაზე, ტიტანზე, თუ ჩვენ ვაპირებთ ერთ დღეს მივაღწიოთ ვარსკვლავებს, მაშინ ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც იცხოვრებენ იქ, არ იქნებიან იგივე ადამიანები, როგორც ჩვენ. მათი ტვინები განვითარდება განსხვავებულად. მათი კოგნიტური უნარები იქნება განსხვავებული. მათი აღქმა რეალობისა იქნება განსხვავებული. და შეიძლება ერთ დღეს ისინი შეხედავენ დედამიწას და იფიქრებენ, ეს არის ადგილი, საიდანაც ჩვენი წინაპრები მოვიდნენ. მაგრამ ჩვენ აღარ ვართ ისინი. ჩვენ ვართ რაღაც ახალი, მაგრამ რომელი ზონები ზუსტად იცვლება? რომელი ნაწილები ტვინისაგან იცდიან ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას? და რატომ ზოგიერთი ფუნქცია ირღვევა, ხოლო სხვები რჩება ხელუხლებელი? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, ნასას მეცნიერებმა დაიწყეს ყველაზე დეტალური ანალიზი ადამიანის ტვინისა, რაც ოდესმე ჩატარებულა კოსმოსური მედიცინის ისტორიაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ რუკა თქვენი ტვინისა. არა უბრალო რუკა, არამედ სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც აჩვენებს ყოველ ნაოჭს, ყოველ ბორცვს, ყოველ ღრუს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ადარებთ 200 რუკას, ერთს გადაღებულს სანამ ადამიანი გაფრინდება კოსმოსში და მეორეს გადაღებულს მისი დაბრუნების შემდეგ. ეს არის ზუსტად ის, რაც გააკეთა დოქტორმა ანჟელიკ ვანონბერგენმა, ნეიროანატომმა ანტვერპენის უნივერსიტეტიდან, როცა მან შეისწავლა 11 ასტრონავტის ტვინის სკანირებები. და ის, რაც მან აღმოაჩინა, იყო გასაოცარი სიზუსტით. ტვინის ყველა ნაწილი არ იცვლებოდა თანაბრად. ზოგიერთი ზონა რჩებოდა თითქმის უცვლელი. მაგრამ სხვა ზონები, კონკრეტული იდენტიფიცირებადი ზონები, განიცდიდნენ დრამატულ ტრანსფორმაციას. და ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ ეს ზონები არ იყო შემთხვევითი. ისინი იყო ზუსტად ის ნაწილები ტვინისა, რომლებიც აკონტროლებენ ფუნქციებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული გრავიტაციაზე. პირველი და ყველაზე დაზარალებული ზონა იყო ცერებელუმი, პატარა ტვინი, რომელიც მდებარეობს თქვენი ტვინის უკანა ქვედა ნაწილში.
ცერებელუმი არის ორგანო, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას, კოორდინაციას, მოძრაობის სიზუსტეს. როცა თქვენ დგახართ, ცერებელუმი მუდმივად ამუშავებს ინფორმაციას თქვენი შიდა ყურიდან, თქვენი კუნთებიდან, თქვენი თვალებიდან და აკორექტირებს თქვენს პოზიციას ათასობით მიკროსკოპული მოძრაობით. ეს ყველაფერი ხდება ქვეცნობიერად, ავტომატურად, ისე სწრაფად, რომ თქვენ არასოდეს ამჩნევთ. მაგრამ კოსმოსში, სადაც არ არის ზემოთ ან ქვემოთ, სადაც არ არის საჭიროება წონასწორობის შენარჩუნებისა, ცერებელუმი უცებ აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც მისი ძირითადი ფუნქცია ხდება არარელევანტური. და ის, რაც ხდება შემდეგ, არის რაღაც, რაც ნეირომეცნიერებაში ცნობილია როგორც გამოიყენე ან დაკარგე პრინციპი. როცა ტვინის ზონა აღარ იყენება აქტიურად, ის იწყებს შემცირებას. არა დრამატულად, არა კატასტროფულად, მაგრამ გაზომვადად, დოკუმენტირებულად. დოქტორი ვან ომბერგენის კვლევამ აჩვენა, რომ ცერებელუმის მოცულობა მცირდება საშუალოდ 3-დან 5%-მდე 6-თვიანი მისიის შემდეგ. 3-დან 5%-მდე შეიძლება არ ჟღერდეს როგორც ბევრი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცერებელუმი შეიცავს უფრო მეტ ნეირონს, ვიდრე დანარჩენი ტვინი ერთად. ის არის ულტრა-კომპაქტური სტრუქტურა, სადაც ყოველი მილიმეტრი შეიცავს მილიონობით კავშირს. 3-დან 5%-მდე შემცირება ნიშნავს მილიარდობით სინაფსის დაკარგვას. მილიარდობით კავშირს, რომლებიც ჩამოყალიბდა თქვენი ბავშვობის განმავლობაში, როცა თქვენ სწავლობდით სიარულს, სირბილს, ხტომას, ცეკვას. და ეს არის არა მხოლოდ თეორია. ასტრონავტები აღწერენ კონკრეტულ სიმპტომებს, რომლებიც პირდაპირ კორელირებს ცერებელუმის ცვლილებებთან. ერთი ასტრონავტი, რომელიც გაატარა 5 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, აღწერდა, თუ როგორ დაბრუნდა დედამიწაზე და ვერ შეძლო ჩაესხაყავა ჩიქაში გადაღურის გარეშე. არა იმიტომ, რომ მისი ხელები კანკალებდა. არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი. არამედ იმიტომ, რომ მისი ტვინი აღარ ახერხებდა სწორად გამოეთვალა მანძილი მის ხელსა და ჩიქას შორის. მისი ცერებელუმი, რომელიც 5 თვის განმავლობაში არ იყენებდა გრავიტაციულ ინფორმაციას, დაკარგა ნაწილი თავისი სიზუსტისა. მეორე კრიტიკული ზონა, რომელიც განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, არის პარიეტალური ქერქი, ფართო არეალი თქვენი ტვინის ზედა უკანა ნაწილში. პარიეტალური ქერქი არის ზონა, რომელიც აკონტროლებს სივრცით აღქმას, სხეულის სქემას, ობიექტების манипуляციას. როცა თქვენ აჭერთ ობიექტს, პარიეტალური ქერქი ქმნის მენტალურ მოდელს იმისას, სად არის თქვენი ხელი სივრცეში, სად არის ობიექტი, რა ძალა საჭიროა მისი აწევისთვის. ეს ყველაფერი ხდება მილიწამებში, ავტომატურად, ისე ზუსტად, რომ თქვენ არასოდეს ფიქრობთ ამაზე. მაგრამ პარიეტალური ქერქის ყველა გამოთვლა ეფუძნება ერთ ფუნდამენტურ დაშვებას, რომ ობიექტები ეცემა ქვემოთ. რომ თუ თქვენ გაუშვებთ რაღაცას, ის დაეცემა. რომ თუ თქვენ აწევთ რაღაცას, თქვენ უნდა დაძლიოთ გრავიტაცია. ეს დაშვება არის ისეთი ფუნდამენტური, ისეთი ღრმად ჩაშენებული თქვენი ტვინის არქიტექტურაში, რომ თქვენ არასოდეს ცნობიერად არ ფიქრობთ ამაზე. ეს არის როგორც ოპერაციული სისტემა კომპიუტერში, ის მუშაობს ფონზე, ყოველთვის უხილავად. კოსმოსში ეს ოპერაციული სისტემა უცებ ხდება არასწორი. ობიექტები აღარ ეცემა. თუ თქვენ გაუშვებთ რაღაცას, ის უბრალოდ რჩება იქ, სადაც თქვენ დატოვეთ. თუ თქვენ აწევთ რაღაცას, არ არის საჭიროება ძალისა. და პარიეტალური ქერქი, რომელიც ხარჯავდა მთელ თქვენს ცხოვრებას ამ გამოთვლების სრულყოფაზე, უცებ აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც მისი ყველა პროგრამა არის მცდარი. დოქტორი სტივენ ჯი ლამი, კოგნიტური ნეირომეცნიერი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომელიც თანამშრომლობს NASA-სთან, ახსნიდა ამას ბრწყინვალე ანალოგიით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მთელი თქვენი ცხოვრება ატარებდით სათვალეს, რომელიც აკეთებდა ყველაფერს ოდნავ ლურჯად. თქვენი ტვინი ადაპტირდებოდა. ის ისწავლიდა, რომ ის, რაც ჩანს ლურჯად, სინამდვილეში არის თეთრი. ის ისწავლიდა, რომ ის, რაც ჩანს მწვანედ, სინამდვილეში არის ყვითელი. და ერთ დღეს, თქვენ მოხსნით სათვალეს. უცებ, ყველაფერი არის არასწორი ფერი. თქვენი ტვინი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ადაპტირდა ლურჯ ფილტრზე, ახლა უნდა ხელახლა ისწავლოს, რა არის ნამდვილი ფერები. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება პარიეტალურ ქერქში კოსმოსში. ის ხელახლა სწავლობს ფიზიკას. და ეს ხელახალი სწავლა არის არა მხოლოდ ფუნქციური. ის არის სტრუქტურული. NASA-ს კვლევებმა აჩვენა, რომ პარიეტალური ქერქის სისქე მცირდება საშუალოდ 2-დან 4%-მდე 6-თვიანი მისიის შემდეგ. ეს შემცირება არის არა მხოლოდ ატროფია. ეს არის რეორგანიზაცია. ტვინი არ უბრალოდ კარგავს ქსოვილს. ის ხელახლა აშენებს თავის არქიტექტურას, ქმნის ახალ კავშირებს, ახალ გზებს ინფორმაციის დამუშავებისთვის.
მესამე კრიტიკული ზონა არის ოპტიკური ნერვი და ვიზუალური ქერქი, სისტემა, რომელიც აკონტროლებს ხედვას. და აქ ცვლილებები არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი, რადგან ისინი არის არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ პოტენციურად მუდმივი. NASA-ს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 70% ასტრონავტებისა, რომლებიც ატარებენ 6 თვეზე მეტ დროს კოსმოსში, ავითარებენ მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება სივრცით დაკავშირებული ნეიროვოკულარული სინდრომი SEANS. SEANS არის კომპლექსური მდგომარეობა, რომელიც მოიცავს რამდენიმე სიმპტომს. ასტრონავტები იწყებენ ჩივილს ბუნდოვან ხედვაზე, განსაკუთრებით ახლო მანძილზე. ისინი ხედავენ მცურავ ლაქებს, პატარა ჩრდილებს, რომლებიც მოძრაობს მათი ხედვის ველში. ისინი განიცდიან პრობლემებს ღამის ხედვასთან. და როცა მეცნიერები ამოწმებენ მათ თვალებს, ისინი აღმოაჩენენ რაღაც შემაშფოთებელს. ოპტიკური ნერვი, რომელიც აკავშირებს თვალს ტვინთან, არის შეშუპებული. ის არის დაჭერილი. და ზოგიერთ შემთხვევაში ის არის მუდმივად დაზიანებული. რატომ ხდება ეს? პასუხი კვლავ უკავშირდება ცერებროსპინალური სითხის გადანაწილებას. დედამიწაზე გრავიტაცია აწევს ამ სითხეს ქვემოთ, შორს თქვენი თავის ქალის ზედა ნაწილისგან. მაგრამ კოსმოსში სითხე გადადის ზემოთ, იზრდება წნევა თქვენი ტვინის ზედა ნაწილში და თქვენს თვალებში. ეს გაზრდილი წნევა აწევს ოპტიკურ ნერვს უკან, თვალის ბურთისკენ, იწვევს მის შეშუპებას და დეფორმაციას. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, ზოგიერთ ასტრონავტში ეს დაზიანება არ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ერთი ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 6 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, დაბრუნდა დედამიწაზე და აღმოაჩინა, რომ მისი ხედვა იყო მუდმივად შეცვლილი. მას ახლა სჭირდება სათვალე წაკითხვისთვის, რაც არასოდეს არ სჭირდებოდა ადრე. მისი ოპტიკური ნერვი, რომელიც იყო შეშუპებული კოსმოსში, დარჩა ოდნავ დეფორმირებული. და მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა არის უკან დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ გრავიტაცია კვლავ აწევს ცერებროსპინალურ სითხეს ქვემოთ, დაზიანება რჩება. დოქტორი მაიკლ დელპი, რადიოლოგი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან, რომელმაც შეისწავლა ასტრონავტების თვალები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, აღწერდა ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო. ერთი ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 2 მოკლე მისია კოსმოსში, 2 კვირა თითოეული, დაბრუნდა მესამე მისიიდან, რომელიც გასტანა 6 თვეს, და აღმოაჩინა, რომ მისი ხედვა იყო მნიშვნელოვნად გაუარესებული. სკანირებამ აჩვენა, რომ მისი ოპტიკური ნერვი იყო არა მხოლოდ შეშუპებული, არამედ ნაწილობრივ ატროფირებული. ნერვის ბოლოკები, რომლებიც ატარებენ ვიზუალურ ინფორმაციას თვალიდან ტვინში, იყო დაზიანებული. და ეს დაზიანება, დოქტორმა დელპმა ახსნა, იყო ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ჩანს მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანებში ან პაციენტებში ქრონიკული თვალის დაავადებებით. მაგრამ ეს ასტრონავტი იყო 42 წლის. ის იყო სრულიად ჯანმრთელი. მას არ ჰქონდა არანაირი წინაპირობა, რომელიც უნდა გამოეწვია ეს ტიპის დაზიანება. ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ ის გაატარა 6 თვე გარემოში, სადაც მისი ტვინი და მისი თვალები იყო მუდმივ წნევაში, რომლისთვისაც ისინი არასოდეს არ იყო შექმნილი. და ეს გვიბიძგებს ერთ კრიტიკულ შეკითხვამდე, რა მოხდება 2 წლიანი მისიის დროს მარსზე? თუ 6 თვე იწვევს ამ ტიპის დაზიანებას, რა მოხდება 2 წლის შემდეგ? იქნება თუ არა დაზიანება ხაზოვნად უფრო ძლიერი, ან მოხდება თუ არა რაღაც უფრო დრამატული? და ყველაზე შემაშფოთებელი, იქნება თუ არა წერტილი, სადაც დაზიანება გახდება ისეთი ღრმა, რომ ასტრონავტი დაკარგავს ხედვას მუდმივად. NASA ახლა ატარებს ექსპერიმენტებს, რომლებიც ცდილობენ პასუხისგაცემას ამ შეკითხვებზე. ისინი ტესტირებენ სპეციალურ სათვალეებს, რომლებიც ქმნის ხელოვნურ წნევას თვალზე, ცდილობენ დააბალანსონ გაზრდილი წნევა ტვინიდან. ისინი ტესტირებენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ ცერებროსპინალური სითხის წარმოებას. ისინი ტესტირებენ ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება ასტრონავტებს შეინარჩუნონ ნორმალური წნევა მათ თვალებში. მაგრამ ყველა ეს მეთოდი არის ექსპერიმენტული. არც ერთი მათგანი არ არის სრულად ტესტირებული. და არც ერთი მათგანი არ იძლევა გარანტიას. მაგრამ ცერებელუმი, პარიეტალური ქერქი და ვიზუალური სისტემა არ არის ერთადერთი ზონები, რომლებიც იცვლება. არსებობს მეოთხე ზონა, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე შემაშფოთებელი, რადგან ის არის ზონა, რომელიც აკონტროლებს არა მხოლოდ ფიზიკურ ფუნქციებს, არამედ კოგნიტურ უნარებს, ემოციურ რეგულაციას, გადაწყვეტილების მიღებას. ეს ზონა არის პრეფრონტალური ქერქი, ფართო არეალი თქვენი ტვინის წინა ნაწილში, რომელიც ქმნის ყველაფერს, რაც გვაქცევს ადამიანებად. პრეფრონტალური ქერქი არის ზონა, რომელიც აკონტროლებს აბსტრაქტულ აზროვნებას, გრძელვადიან დაგეგმვას, იმპულსების კონტროლს, სოციალურ ქცევას.
როცა თქვენ წყვეტთ არ თქვათ რაღაც, რაც შეიძლება შეურაცხოს ადამიანი, ეს არის თქვენი პრეფრონტალური ქერქი, რომელიც აკონტროლებს თქვენს იმპულსს. როცა თქვენ გეგმავთ რთულ პროექტს, რომელიც მოითხოვს მრავალ ნაბიჯს, ეს არის თქვენი პრეფრონტალური ქერქი, რომელიც აწყობს თანმიმდევრობას. როცა თქვენ გრძნობთ ძლიერ ემოციას, მაგრამ წყვეტთ არ იმოქმედოთ მასზე, ეს არის თქვენი პრეფრონტალური ქერქი, რომელიც ახდენს რეგულაციას. და ახლა, პირველად, ჩვენ ვიწყებთ ხედვას მტკიცებულებისა, რომ ეს ზონა ასევე იცვლება კოსმოსში. დოქტორი სიმონ ბენეტი, კოგნიტური ნეირომეცნიერი ლონდონის უნივერსიტეტიდან, რომელმაც შეისწავლა რუსი კოსმონავტების კოგნიტური ტესტები, აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. კოსმონავტები, რომლებმაც გაატარეს 6 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, აჩვენეს მცირე, მაგრამ გაზომვადი შემცირება ზოგიერთ კოგნიტურ ტესტში. არა ყველა ტესტში, მათი მეხსიერება იყო ნორმალური, მათი ენობრივი უნარები იყო ხელუხლებელი, მათი ყურადღების ხანგრძლივობა იყო უცვლელი. მაგრამ ტესტებში, რომლებიც მოითხოვდა რთულ გადაწყვეტილების მიღებას, მრავალი ფაქტორის ერთდროულ განხილვას, ან სწრაფ გადართვას ერთი ამოცანიდან მეორეზე, ისინი აჩვენეს მცირე შენელებას. ეს შენელება არ იყო დრამატული. ეს არ იყო რაღაც, რაც გააკეთებდა მათ უნაროდ შეესრულებინათ მათი სამუშაო. მაგრამ ეს იყო გაზომვადი, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და ის კორელირებდა ცვლილებებთან პრეფრონტალურ ქერქში, რომლებიც ჩანდა მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრამებზე. და ყველაზე შემაშფოთებელი, ეს ცვლილებები არ გაქრა სწრაფად. ზოგიერთ კოსმონავტში კოგნიტური შენელება რჩებოდა ხილული 3-დან 6 თვემდე მათი დაბრუნების შემდეგ. წარმოიდგინეთ, რა ნიშნავს ეს მარსის მისიისთვის. ასტრონავტები, რომლებიც მიფრინავენ მარსზე, იქნებიან ყველაზე მაღალკვალიფიციური, ყველაზე გამოცდილი, ყველაზე გაწვრთნილი ადამიანები, რომლებიც ოდესმე გაფრინდნენ კოსმოსში. ისინი უნდა იყვნენ შესაძლებელი მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილებები წამებში. ისინი უნდა იყვნენ შესაძლებელი გაუმკლავდნენ საგანგებო სიტუაციებს, რომლებიც არასოდეს არ იყო სიმულირებული. ისინი უნდა იყვნენ შესაძლებელი იმუშაონ როგორც გუნდი, კოორდინირებდნენ რთულ ამოცანებს, გადაჭრიდნენ კონფლიქტებს, შეინარჩუნებდნენ მორალს. და ყველა ეს უნარი დამოკიდებულია პრეფრონტალურ ქერქზე, ზონაზე, რომელიც ჩვენ ახლა ვიცით, იცვლება კოსმოსში. დოქტორი ნიკ კანასი, ფსიქიატრი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომელმაც შეისწავლა ასტრონავტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხანგრძლივი მისიების დროს, აღწერდა ერთ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც ილუსტრირებს ამ პრობლემას. 6 თვიანი მისიის მეოთხე თვეში, 2 კოსმონავტს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. ეს არ იყო დიდი კონფლიქტი, უბრალოდ უთანხმოება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შესრულებულიყო ერთი ექსპერიმენტი. მაგრამ ის, რაც ჩვეულებრივ იქნებოდა მცირე დისკუსია, რომელიც გადაწყდებოდა რამდენიმე წუთში, გადაიზარდა საათობით კამათში. ორივე კოსმონავტი ხდებოდა უფრო და უფრო ემოციური, უფრო და უფრო რიგიდული თავიანთ პოზიციებში. და როცა დოქტორმა კანასმა შემდეგ გაესაუბრა მათ, ორივე აღიარა, რომ ისინი იცოდნენ, რომ ისინი რეაგირებდნენ არარაციონალურად, მაგრამ ვერ ახერხებდნენ კონტროლს თავიანთ ემოციებზე. ეს არის ზუსტად ის ტიპის ქცევა, რომელიც ასოცირდება პრეფრონტალური ქერქის დისფუნქციასთან. როცა ეს ზონა არ მუშაობს ოპტიმალურად, ადამიანები კარგავენ უნარს რეგულირება გაუკეთონ თავიანთ ემოციურ რეაქციებს. ისინი ხდებიან უფრო იმპულსური, უფრო რიგიდული, ნაკლებად შესაძლებელი დაინახონ პერსპექტივა სხვა ადამიანის. და მარსის მისიაზე, სადაც 6 ან 7 ადამიანი იქნება ჩაკეტილი პატარა კაფსულაში 2 წლის განმავლობაში, სადაც ყოველი კონფლიქტი შეიძლება ესკალირდეს, სადაც არ არის გზა, წასვლისა ან დასვენებისა. ამ ტიპის კოგნიტური და ემოციური ცვლილებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ პრობლემა, არამედ კატასტროფა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ასპექტი ამ ცვლილებებისა, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე შემაშფოთებელი. და ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ზღვარი. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა წერტილი, სადაც ცვლილებები ხდება ისეთი ღრმა, რომ ისინი აღარ არის შეგრძევადი. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ხანგრძლივობა კოსმოსში, რომლის შემდეგ ასტრონავტის ტვინი ხდება ფუნდამენტურად, მუდმივად განსხვავებული. დოქტორი პიტერ ზუეულენბურგის კვლევამ, რომელიც შეადარა კოსმონავტებს 6 თვიანი და 1 წლიანი მისიების შემდეგ, აჩვენა რაღაც გასაოცარი. ზოგიერთ ზონაში ცვლილებები იყო უფრო ინტენსიური პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ კი სტაბილიზდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ტვინი ადაპტირდებოდა, პოულობდა ახალ ბალანსს. მაგრამ სხვა ზონებში ცვლილებები გრძელდებოდა და ინტენსიფიცირდებოდა მთელი მისიის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ამ ზონებში ტვინი არ ადაპტირდებოდა. ის იცვლებოდა, ტრანსფორმირდებოდა, ხდებოდა რაღაც განსხვავებული. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, თუ ეს ტრანსფორმაცია გაგრძელდება 2 წლის, 3 წლის, 5 წლის განმავლობაში.
იქნება თუ არა წერტილი, სადაც ტვინი გახდება ისეთი განსხვავებული, რომ ადამიანი აღარ შეძლებს დაბრუნებას დედამიწაზე? არა იმიტომ, რომ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს, არამედ იმიტომ, რომ მისი ტვინი, რომელიც ადაპტირდა კოსმოსურ გარემოზე, აღარ შეძლებს ფუნქციონირებას დედამიწის გრავიტაციაში. ეს არის არა მხოლოდ თეორიული შეკითხვა. ეს არის პრაქტიკული, გადაუდებელი შეკითხვა, რომელიც NASA უნდა უპასუხოს, სანამ ისინი გაგზავნიან ადამიანებს მარსზე. და ამ წამს ჩვენ არ გვაქვს პასუხი. მაგრამ რა ხდება, როცა ეს ცვლილებები არ რჩება მხოლოდ სამედიცინო ჩანაწერებში? რა ხდება, როცა ისინი ხდება ნაწილი ადამიანის ყოველდღიური რეალობისა? არსებობს ისტორიები, რეალური, დოკუმენტირებული ისტორიები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ის, რაც ხდება ასტრონავტის ტვინში კოსმოსში, არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ეს არის ტრანსფორმაცია, რომელიც ცვლის იმას, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი, როგორ ფიქრობს, როგორ განიცდის რეალობას. სკოტ კელი, ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 354 დღე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი მისია ამერიკელი ასტრონავტისთვის, აღწერდა თავის გამოცდილებას წიგნში „გამძლეობა“. მან წერდა, რომ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში კოსმოსში ის გრძნობდა, რომ მისი ტვინი ცურავდა მის თავის ქალაში. ეს არ იყო მეტაფორა. ეს იყო ფიზიკური შეგრძნება, თითქოს მისი ტვინი მოძრაობდა, გადადიოდა, ეძებდა ახალ პოზიციას. ის აღწერდა თავბრუსხვევას, რომელიც არ იყო ნამდვილი თავბრუსხვევა, დეზორიენტაციას, რომელიც მოდიოდა და მიდიოდა ტალღებში, შეგრძნებას, რომ მისი სხეული და მისი აღქმა სივრცის აღარ იყო სინქრონიზებული. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რაც მოხდა მისი დაბრუნების შემდეგ. კელი დაბრუნდა დედამიწაზე 2016 წელს, მარტის პირველ რიცხვს. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ის ვერ დგებოდა 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი ფეხები იწვოდა. მისი კანი იწვოდა. მისი სახსრები იწვოდა. მაგრამ ყველაზე უცნაური იყო ის, რაც ხდებოდა მის აღქმაში. როცა ის ცდილობდა სიარულს, ის ვერ ახერხებდა სწორად შეაფასოს მანძილებს. როცა ის ცდილობდა ჩაესხა წყალი ჩიქაში, მისი ხელი მიდიოდა არასწორ ადგილას. როცა ის ცდილობდა ჩაესვა ავტომობილში, ის ვერ ხედავდა, სად იყო ავტომობილის კიდეები. ეს სიმპტომები გაგრძელდა არა დღეების, არა კვირების, არამედ თვეების განმავლობაში. 7 თვის შემდეგ, როცა NASA-მ ჩაატარა მის ტვინზე დეტალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ისინი აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ცვლილება ჯერ კიდევ იყო ხილული. მისი ტვინის ვენტრიკულები, რომლებიც გაფართოვდა კოსმოსში, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა თავიანთ ნორმალურ ზომაზე. მისი პარიეტალური ქერქი, რომელიც შემცირდა, ჯერ კიდევ არ აღდგა სრულად. და ყველაზე შემაშფოთებელი, ზოგიერთი ზონა, რომელიც შეიკუმშა კოსმოსში, ჩანდა, რომ არასოდეს დაბრუნდებოდა თავის თავდაპირველ ფორმაში. მაგრამ კელის შემთხვევა არ იყო უნიკალური. დოქტორი რაჩელ სიდელის კვლევამ, რომელმაც შეისწავლა 30-ზე მეტი ასტრონავტი ხანგრძლივი მისიების შემდეგ, აღმოაჩინა მსგავსი ნიმუშები. ასტრონავტები აღწერდნენ სიმპტომებს, რომლებიც გრძელდებოდა თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში. ერთი ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 6 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, აღწერდა, რომ 1 წლის განმავლობაში მისი დაბრუნების შემდეგ ის ვერ ახერხებდა ვარჯიშს ისე ინტენსიურად, როგორც ადრე. არა იმიტომ, რომ მისი კუნთები იყო სუსტი, ის აღადგინა თავის კუნთურ მასას რამდენიმე თვეში. არამედ იმიტომ, რომ მისი წონასწორობა იყო გაუარესებული. როცა ის ცდილობდა სირბილს, ის გრძნობდა, რომ ის დაეცემა მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეცემოდა. მისი ცერებელუმი, რომელიც შემცირდა კოსმოსში, ჯერ კიდევ არ ახერხებდა სწორად დაამუშავოს ინფორმაცია მისი სხეულის პოზიციის შესახებ. სხვა ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 2 მოკლე მისია და შემდეგ 1 ხანგრძლივი მისია, აღწერდა რაღაც კიდევ უფრო უცნაურს. ის თქვა, რომ მისი აღქმა სიღრმისა შეიცვალა. როცა ის უყურებდა ობიექტებს, ის ვერ ახერხებდა სწორად შეაფასოს, რამდენად შორს იყვნენ ისინი. ეს პრობლემა იყო განსაკუთრებით ცუდი საღამოს, როცა განათება იყო დაბალი. ის აღწერდა ერთ ინციდენტს, როცა ის ცდილობდა პარკინგში ჩაესვა თავის ავტომობილში და თითქმის დაეჯახა სვეტს, რადგან ის ვერ ხედავდა, რამდენად ახლოს იყო ის. ეს პრობლემა გაგრძელდა 10 თვის განმავლობაში და მხოლოდ ნელ-ნელა, თანდათანობით, მისი ტვინი ისწავლა ხელახლა, როგორ შეეფასებინა მანძილები. ეს ისტორიები არის არა მხოლოდ ანეკდოტები. ისინი არის მტკიცებულება იმისა, რომ ის, რაც ხდება ტვინში კოსმოსში, არის არა დროებითი დისკომფორტი, არამედ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი, ზოგჯერ მუდმივი შედეგები. და ეს გვიბიძგებს ერთ კრიტიკულ შეკითხვამდე, თუ 6 თვე კოსმოსში იწვევს ცვლილებებს, რომლებიც გრძელდება წლების განმავლობაში, რა მოხდება 2 წლის შემდეგ? რა მოხდება 5 წლის შემდეგ?
რა მოხდება, თუ ადამიანი გაატარებს მთელ თავის ცხოვრებას გარემოში, სადაც გრავიტაცია არის განსხვავებული? NASA ახლად ცდილობს პასუხისგაცემას ამ შეკითხვებზე. ისინი ატარებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც ცდილობენ შეამციროს ან თუნდაც თავიდან აიცილოს ეს ცვლილებები. ერთი მიდგომა არის შექმნა ხელოვნური გრავიტაციის. წარმოიდგინეთ კოსმოსური ხომალდი, რომელიც ბრუნავს როგორც გიგანტური ბორბალი. როცა ხომალდი ბრუნავს, ცენტრიდან ული ძალა აწევს ყველაფერს გარეთ, ხომალდის კედლებისკენ. თუ ხომალდი ბრუნავს სწორი სიჩქარით, ეს ძალა შეიძლება იმიტირებდეს გრავიტაციას. ასტრონავტები შეძლებდნენ სიარულს კედლებზე, როგორც იატაკზე. მათი ტვინი მიიღებდა გრავიტაციულ ინფორმაციას. მათი ცერებროსპინალური სითხე დაბრუნდებოდა თავის ნორმალურ განაწილებაზე. ეს იდეა არ არის ახალი. ის გამოჩნდა მეცნიერულ ფანტასტიკაში თითქმის 100 წლის განმავლობაში. მაგრამ რეალობაში ასეთი ხომალდის აშენება არის ულტრართული და ულტრაძვირი. NASA-ს ინჟინერებმა გამოთვალეს, რომ ბრუნავი ხომალდი, რომელიც შექმნიდა გრავიტაციას, ექვივალენტურს დედამიწის გრავიტაციის 30%-ისა, რაც იქნებოდა საკმარისი ტვინის ცვლილებების შესამცირებლად, მოითხოვდა სტრუქტურას დიამეტრით მინიმუმ 200 მეტრს. ასეთი სტრუქტურის აშენება კოსმოსში მოითხოვდა ასობით გაშვებას, ათასობით ტონა მასალას და ბიუჯეტს, რომელიც შეიძლება აღემატებოდა $200 მილიარდს. მაგრამ არსებობს სხვა მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს უფრო პრაქტიკული. დოქტორი მაიკლ სტენგერი, ბიომედიცინის ინჟინერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, ვითარებს სპეციალურ კოსტიუმს, რომელსაც ეწოდება ცერებრალური წნევის რეგულატორი. ეს კოსტიუმი არის არაჩვეულებრივი კოსტიუმი. ის არის სისტემა მცირე ბალიშებისა, რომლებიც მდებარეობს ყელის გარშემო და ქმნის ზუსტად კალიბრირებულ წნევას იუგულარულ ვენებზე, დიდ ვენებზე, რომლებიც ატარებენ სისხლს ტვინიდან გულისკენ. იდეა არის ბრწყინვალე თავისი სიმარტივით. დედამიწაზე გრავიტაცია ეხმარება სისხლს დაბრუნდეს ტვინიდან გულისკენ. მაგრამ კოსმოსში, სადაც არ არის გრავიტაცია, სისხლი უფრო ადვილად გროვდება ტვინში, იზრდება წნევა. კოსტიუმი, რომელიც ქმნის მცირე წნევას იუგულარულ ვენებზე, ნელა ამცირებს სისხლის ნაკადს ტვინიდან, იმიტირებს ეფექტს გრავიტაციისა. ადრეული ტესტები დედამიწაზე, სადაც მოხალისეები იწვნენ თავდაყირა რამდენიმე საათის განმავლობაში, იმიტირებდნენ ზოგიერთ ეფექტს უწონადობისა, აჩვენა, რომ კოსტიუმი ამცირებდა წნევას ტვინში დაახლოებით 30%-ით. მაგრამ არსებობს პრობლემა. კოსტიუმი უნდა ატარდეს თითქმის მუდმივად, მინიმუმ 12 საათი დღეში, რომ იყოს ეფექტური. და ასტრონავტები, რომლებმაც ტესტირება გაუკეთეს, მას აღწერდნენ, რომ ის იყო არაკომფორტული. ზოგიერთი ჩივიდა თავის ტკივილზე. სხვები ჩივიდა ყელის ტკივილზე. ერთმა ასტრონავტმა აღწერა შეგრძნება, რომ მისი თავი იყო სავსე წნევით, თითქოს ის იყო ბალონი, რომელიც იყო ზედმეტად გაბერილი. და ყველაზე შემაშფოთებელი, ჩვენ არ ვიცით, იმუშავებს თუ არა ეს კოსტიუმი რეალურ კოსმოსურ გარემოში, სადაც ასტრონავტები ატარებენ მას არა რამდენიმე საათის, არამედ თვეების, წლების განმავლობაში. მესამე მიდგომა არის ფარმაკოლოგიური. დოქტორი ბენჯამინ ლევინი, კარდიოლოგი ტეხასის უნივერსიტეტიდან ტესტირებს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება აცეტაზოლამიდი. ეს მედიკამენტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მთის სნეულების სამკურნალოდ, მუშაობს ცერებროსპინალური სითხის წარმოების შემცირებით. იდეა არის ის, რომ თუ ტვინი აწარმოებს ნაკლებ სითხეს, მაშინ იქნება ნაკლები წნევა, ნაკლები გადანაწილება, ნაკლები ცვლილება ტვინის პოზიციაში. ადრეული ტესტები იყო მომხნევებელი. ასტრონავტები, რომლებმაც მიიღეს აცეტაზოლამიდი ხანმოკლე მისიების დროს, აჩვენეს ნაკლები ცვლილებები მათი ტვინის სკანირებებზე, ვიდრე ასტრონავტები, რომლებმაც არ მიიღეს მედიკამენტი. მაგრამ არსებობს პრობლემა, აცეტაზოლამიდს აქვს გვერდითი ეფექტები. ის იწვევს ხშირ შარდვას. ის იწვევს დაღლილობას. ის იწვევს გემოს ცვლილებებს. ბევრი ადამიანი, რომელიც იღებს მას, აღწერს, რომ ყველაფერი გემოვნებით ხდება მეტალური. და ყველაზე შემაშფოთებელი, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, თუ ადამიანი იღებს ამ მედიკამენტს არა რამდენიმე დღის, არამედ თვეების, წლების განმავლობაში. იქნება თუ არა ხანგრძლივი გვერდითი ეფექტები. იქნება თუ არა დაზიანება თირკმელებისა, რომლებიც ამუშავებენ ამ მედიკამენტს. იქნება თუ არა პრობლემები ელექტროლიტების ბალანსთან, რომელიც არის კრიტიკული გულის ფუნქციისთვის. ყველა ეს მიდგომა, ბრუნავი ხომალდები, წნევის კოსტიუმები, მედიკამენტები, არის ცდები პასუხისგაცემისა ერთ ფუნდამენტურ შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩვენ დავიცვათ ადამიანის ტვინი გარემოში, რომლისთვისაც ის არასოდეს არ იყო შექმნილი. და ამ წამს, პატიოსანი პასუხი არის, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ვექსპერიმენტირებთ.
მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გარანტია. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა, უფრო ფილოსოფიურ შეკითხვამდე, უნდა თუ არა ჩვენ ვცადოთ დავიცვათ ტვინი? ან უნდა თუ არა ჩვენ მივიღოთ, რომ ადამიანები, რომლებიც იცხოვრებენ კოსმოსში, ბუნებრივად გახდებიან განსხვავებული? რომ მათი ტვინები ადაპტირდება, ტრანსფორმირდება, გახდება რაღაც ახალი. დოქტორ კონრად შერმანი, ნეიროეთიკოსი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, რომელიც სპეციალიზირდება კოსმოსური მედიცინის ეთიკურ საკითხებში, ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ ცვლილებებზე არა როგორც პრობლემაზე, რომელიც უნდა გადაიჭრას, არამედ როგორც ადაპტაციაზე, რომელიც უნდა გაგებულ იქნას. ის ამბობს, როცა ჩვენი წინაპრები გამოვიდნენ ოკეანიდან ხმელეთზე, მათი სხეულები შეიცვალა. მათი ფილტვები განვითარდა. მათი ძვლები გახდა უფრო ძლიერი. მათი ტვინები ადაპტირდა ახალ გარემოზე. ჩვენ არ ვფიქრობთ ამაზე როგორც პრობლემაზე. ჩვენ ვფიქრობთ ამაზე როგორც ევოლუციაზე. შეიძლება ის, რაც ხდება ასტრონავტების ტვინებში, არის არა დაავადება, არამედ ადაპტაცია, პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანები გახდნენ ნამდვილად მულტიპლანეტარული სახეობა. ეს არის პროვოკაციული იდეა. და ის გვიბიძგებს კითხვებისკენ, რომლებიც არის არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ფილოსოფიური, ეთიკური, ეგზისტენციალური. თუ ადამიანის ტვინი იცვლება კოსმოსში, იცვლება თუ არა ის, რაც ნიშნავს იყო ადამიანი. თუ ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ კოლონიები მარსზე, სადაც ბავშვები დაიბადებიან და გაიზრდებიან გრავიტაციაში, რომელიც არის მხოლოდ 30% დედამიწისა, იქნებიან თუ არა ეს ბავშვები ჯერ კიდევ ჰომო საპიენსები. ან ისინი იქნებიან რაღაც ახალი, ჰომო მარტიანუსი, ადამიანები, რომლებიც ადაპტირებულნი არიან სხვა პლანეტაზე? და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, როცა ეს ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მარსზე, ერთ დღეს მოვლენ დედამიწაზე. მათი ტვინები, რომლებიც განვითარდა მარსის გრავიტაციაში, უცებ აღმოჩნდება გარემოში, სადაც გრავიტაცია არის სამჯერ უფრო ძლიერი. შეძლებენ თუ არა ისინი ადაპტირებას? ან იქნება თუ არა დედამიწა მათთვის უცხო პლანეტა, ადგილი, სადაც ისინი ვერასოდეს შეძლებენ ნორმალურად ფუნქციონირებას? დოქტორი ემა რეინოლდსი, განვითარების ნეირობიოლოგი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ატარებს ექსპერიმენტებს, რომლებიც ცდილობენ პასუხის გაცემას ამ შეკითხვაზე. ის არ შეუძლია ექსპერიმენტირება ადამიანებზე, ეს იქნებოდა ეთიკურად მიუღებელი. მაგრამ ის შეუძლია ექსპერიმენტირება ცხოველებზე. მან გაგზავნა ორსული თაგვები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და შეისწავლა, როგორ განვითარდა მათი ნაყოფები უწონადობაში. შედეგები იყო შემაშფოთებელი. თაგვები, რომლებიც დაიბადნენ კოსმოსში და გაატარეს პირველი 2 კვირა თავიანთი ცხოვრებისა უწონადობაში, აჩვენეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მათი ტვინის განვითარებაში. მათი ცერებელუმი იყო უფრო მცირე. მათი ვესტიბულარული სისტემა, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას, იყო ნაკლებად განვითარებული. და როცა ეს თაგვები დაბრუნდნენ დედამიწაზე, ისინი აჩვენეს მნიშვნელოვან პრობლემებს კოორდინაციასთან და წონასწორობასთან. ისინი ხშირად ეცემოდნენ. ისინი ვერ ახერხებდნენ სიარულს სწორ ხაზზე. ისინი ვერ ახერხებდნენ ხტომას ისე ზუსტად, როგორც ნორმალური თაგვები. ეს იყო მხოლოდ 2 კვირა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ადამიანის ნაყოფი გაატარებს 9 თვეს მთელ ორსულობას მარსის გრავიტაციაში. როგორ განვითარდება მისი ტვინი? იქნება თუ არა მისი ცერებელუმი ნორმალური? იქნება თუ არა მისი ვესტიბულარული სისტემა ფუნქციური? და თუ ეს ბავშვი ერთ დღეს მოვა დედამიწაზე, შეძლებს თუ არა ის ოდესმე ისწავლოს სიარული, სირბილი, ხტომა ისე, როგორც დედამიწაზე დაბადებული ბავშვი? ეს არის არა თეორიული შეკითხვები. ეს არის პრაქტიკული, გადაუდებელი შეკითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხები, სანამ ჩვენ გავაგზავნით ოჯახებს მარსზე. რადგან თუ ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ მუდმივი კოლონია, ეს ნიშნავს, რომ ბავშვები დაიბადებიან იქ. და ეს ბავშვები იქნებიან პირველი თაობა ადამიანებისა, რომლებიც არასოდეს არ იცოდნენ დედამიწის გრავიტაცია. პირველი თაობა, რომლის ტვინები განვითარდება სრულიად განსხვავებულ გარემოში. და აქ არის ის, რაც ყველაზე ღრმად შემაშფოთებელია, ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ბავშვები ჯერ კიდევ ჩვენ. იქნება თუ არა მათი კოგნიტური უნარები იგივე. იქნება თუ არა მათი ემოციური რეგულაცია იგივე. იქნება თუ არა მათი აღქმა რეალობისა იგივე. ან იქნებიან თუ არა ისინი რაღაც ფუნდამენტურად განსხვავებული, არა უკეთესი, არა უარესი, მაგრამ განსხვავებული. დოქტორი თომას ნაგელი, ფილოსოფოსი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან ცნობილია თავისი ესეით როგორია იყო ღამურა, სადაც ის კამათობს, რომ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ნამდვილად გავიგოთ, როგორია იყო ღამურა,
რადგან ღამურას გამოცდილება რეალობისა არის ისეთი ფუნდამენტურად განსხვავებული ჩვენისგან. ღამურა ხედავს ეკოლოკაციით. ის აღიქვამს სამყაროს ხმის ტალღებით, არა სინათლის ტალღებით. მისი რეალობა არის რაღაც, რაც ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ სრულად წარმოვიდგინოთ. ახლა წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც დაიბადა მარსზე. ბავშვი, რომლის ტვინი განვითარდა გრავიტაციაში, რომელიც არის მხოლოდ 30% იმისა, რაც ჩვენ ვიცით. ბავშვი, რომლის ცერებელუმი, პარიეტალური ქერქი, ვესტიბულარული სისტემა, ყველა ზონა, რომელიც აკონტროლებს აღქმას სივრცისა, მოძრაობას, ზონასწორობას, ჩამოყალიბდა სრულიად განსხვავებულ გარემოში. როგორია იყო ეს ბავშვი? როგორ აღიქვამს ის რეალობას? როგორ განიცდის ის სივრცეს, დროს, მოძრაობას? ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ სრულად გავიგოთ, რადგან ჩვენი ტვინები ჩამოყალიბდა დედამიწაზე. ჩვენი აღქმა რეალობისა არის ფილტრირებული 4 მილიარდი წლის ევოლუციის მეშვეობით გრავიტაციის პირობებში. მაგრამ მარსიანი ბავშვის აღქმა იქნება ფილტრირებული განსხვავებული ევოლუციის მეშვეობით, განსხვავებული გრავიტაციის მეშვეობით, განსხვავებული რეალობის მეშვეობით. და ეს გვიბიძგებს ერთ ფუნდამენტურ, შემაშფოთებელ შეკითხვამდე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანობაზე, რას ვგულისხმობთ? ვგულისხმობთ თუ არა კონკრეტულ ბიოლოგიურ სტრუქტურას, ტვინს, რომელიც ჩამოყალიბდა დედამიწის გრავიტაციაში. თუ ვგულისხმობთ რაღაც უფრო აბსტრაქტულ ცნობიერებას, რომელსაც შეუძლია არსებობა სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გარემოში. თუ პირველი, მაშინ მარსიანი ბავშვები არ იქნებიან ნამდვილად ადამიანები. ისინი იქნებიან რაღაც ახალი, რაღაც განსხვავებული. ჰომო მარტიანუსი სახეობა, რომელიც გამოეყო ჰომო საპიენსებისგან არა გენეტიკური მუტაციის მეშვეობით, არამედ გარემოს მეშვეობით, რომელმაც ჩამოაყალიბა მათი ტვინების განვითარება. თუ მეორე, მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ადამიანობაზე, არა როგორც ფიქსირებულ კატეგორიაზე, არამედ როგორც სპექტრზე, კონტინუუმზე. მარსიანი ბავშვები იქნებიან ადამიანები, მაგრამ განსხვავებული ტიპის ადამიანები. ადამიანები, რომლებიც ადაპტირებულნი არიან განსხვავებულ რეალობაზე. და ეს არის არა მხოლოდ ფილოსოფიური აბსტრაქცია. ეს არის რეალური, პრაქტიკული საკითხი, რომელიც გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ მომავალს კოსმოსში. რადგან თუ ჩვენ მივიღებთ, რომ მარსიანი ბავშვები იქნებიან ფუნდამენტურად განსხვავებული, მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი მათზე, არა როგორც დედამიწელებზე, რომლებიც ცხოვრობენ მარსზე, არამედ როგორც მარსელებზე, ახალ ტიპის ადამიანებზე, რომლებსაც ექნებათ თავიანთი საკუთარი კულტურა, თავიანთი საკუთარი იდენტობა, თავიანთი საკუთარი გზა რეალობის აღქმისა. და ერთ დღეს, შეიძლება არც ისე შორეულ მომავალში, ეს ორი ტიპის ადამიანი, დედამიწელები და მარსელები, შეხვდებიან. და ისინი უნდა ისწავლონ ურთიერთობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა მიუხედავად იმისა, რომ მათი ტვინები, მათი აღქმა, მათი რეალობა არის ფუნდამენტურად განსხვავებული. ეს არის მომავალი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. არა მომავალი, სადაც ადამიანები უბრალოდ ცხოვრობენ სხვადასხვა პლანეტებზე, არამედ მომავალი, სადაც ადამიანობა თავად იყოფა, დივერსიფიცირდება, ხდება მრავალფეროვანი. მომავალი, სადაც ადამიანი აღარ ნიშნავს ერთ რამეს, არამედ ნიშნავს სპექტრს შესაძლებლობებისა, ადაპტაციებისა, რეალობებისა. და ყველაფერი ეს იწყება ტვინით. ორგანოთი, რომელიც ამწამს ცურავს თქვენს თავის ქალაში, დაცული გრავიტაციით, რომელმაც ჩამოაყალიბა ყოველი მისი უჯრედი. ორგანოთი, რომელიც როცა ისტოვებს ამ გრავიტაციას, იწყებს ტრანსფორმაციას, ნელს, უხმაურო, მაგრამ ფუნდამენტურს. ტრანსფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, არამედ დასაწყისი რაღაც ახლისა. დასაწყისი ადამიანობის შემდეგი თავისა. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. და ეს არ ვიცით არის არა მხოლოდ დროებითი ხარვეზი ჩვენს ცოდნაში. ეს არის ფუნდამენტური ზღვარი, რომელიც ავლენს რაღაცას ღრმას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მეცნიერება, როცა ის ეხება ადამიანის ტვინს ორგანოს, რომელიც ცდილობს გაიგოს თავისი თავი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ნეირომეცნიერი 2030 წელს. თქვენ გაქვთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია, რაც ოდესმე არსებობდა. თქვენ შეგიძლიათ სკანირება გაუკეთოთ ტვინს ისეთი სიზუსტით, რომ ხედავთ ინდივიდუალურ ნეირონებს. თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ცერებროსპინალური სითხის მოძრაობას რეალურ დროში. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ ყოველი მილიმეტრი ტვინის სტრუქტურის ცვლილებისა. მაგრამ აქ არის ის, რაც თქვენ ვერ შეძლებთ. თქვენ ვერ შეძლებთ უთხრათ ასტრონავტს, რომელიც მიდის მარსზე, დაბრუნდება თუ არა მისი ტვინი ნორმალურ მდგომარეობაში. ეს არის არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები. ეს არის იმიტომ, რომ ყოველი ადამიანის ტვინი არის უნიკალური. ყოველი ტვინი რეაგირებს განსხვავებულად.
ზოგიერთი ასტრონავტი აჩვენებს მინიმალურ ცვლილებებს 6 თვის შემდეგ. სხვა აჩვენებს დრამატულ ტრანსფორმაციას. ზოგიერთი ასტრონავტის ცვლილებები ქრება 2 თვეში. სხვისა რჩება ხილული 2 წლის შემდეგ. და ჩვენ არ ვიცით რატომ. ჩვენ არ ვიცით რა განსაზღვრავს ვინ იქნება მგრძნობიარე და ვინ იქნება რეზისტენტული. დოქტორი სარა ჯონსონი, ნეიროგენეტიკოსი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, რომელიც თანამშრომლობს NASA-სთან, ცდილობს პასუხისგაცემას ამ შეკითხვაზე გენეტიკური ანალიზით. მან შეისწავლა ასტრონავტების დნმ ეძებდა გენებს, რომლებიც შეიძლება პროგნოზირებდეს, ვინ იქნება უფრო მგრძნობიარე ტვინის ცვლილებებზე კოსმოსში. და მან აღმოაჩინა რაღაც საინტერესო. არსებობს რამდენიმე გენი, რომლებიც კორელირებს ცერებროსპინალური სითხის წარმოებასთან და მეტაბოლიზმთან. ასტრონავტები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ვარიანტები ამ გენებისა, ჩანან უფრო მგრძნობიარე ტვინის ცვლილებებზე. მაგრამ აქ არის პრობლემა, ეს გენები ახსნიან მხოლოდ დაახლოებით 30% ვარიაციისა. დანარჩენი 70%. ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ეს არის სხვა გენები, რომლებიც ჩვენ ჯერ არ აღმოვაჩინეთ. შეიძლება ეს არის ეპიგენეტიკური ფაქტორები, გზები, რომლებითაც გარემო ცვლის გენების ექსპრესიას. შეიძლება ეს არის რაღაც სრულიად განსხვავებული რაღაც, რაზეც ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ პროგნოზირებას. ჩვენ ვერ შევძლებთ უთხრათ ასტრონავტს, თქვენი გენეტიკური პროფილი ნიშნავს, რომ თქვენ იქნებით უსაფრთხო, ან თქვენი გენეტიკური პროფილი ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა წახვიდეთ. ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს რისკი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენად დიდი. და ჩვენ არ ვიცით მოხდება თუ არა ეს თქვენთან, ეს არის არამეცნიერული უზუსტობა. ეს არის ფუნდამენტური ლიმიტი იმისა, რაც შეიძლება იცოდეს მეცნიერებამ, როცა ის ეხება სისტემას, რომელიც არის ისეთი რთული, ისეთი ინდივიდუალური, ისეთი დამოკიდებული უამრავ ფაქტორზე, როგორიცაა ადამიანის ტვინი. და ეს გვიბიძგებს ერთუხერხულ არაკომფორტულ შეკითხვამდე, თუ ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ასტრონავტის ტვინთან, უნდა თუ არა ჩვენ გავაგზავნოთ ისინი. ეს არის არა რიტორიკული შეკითხვა. ეს არის რეალური ეთიკური დილემა, რომელსაც NASA აწყდება ახლა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ასტრონავტი. თქვენ გაატარეთ თქვენი მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის მზადებაში. თქვენ ხართ ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის, საუკეთესო ინჟინერის, საუკეთესო მეცნიერი თქვენს ველში. თქვენ გაიარეთ 10 წლის ვარჯიში. თქვენ ხართ შერჩეული მარსის მისიისთვის, მისია, რომელიც გასტანს 2 წელს, მისია, რომელიც იქნება ყველაზე დიდი თავგადასავალი ადამიანის ისტორიაში. და შემდეგ ერთი თვით ადრე გაშვებამდე NASA-ს ექიმი გეუბნებათ, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება თქვენს ტვინთან. ჩვენ ვიცით, რომ ის შეიცვლება. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენად. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ცვლილებები შექცევადი. ჩვენ არ ვიცით, შეძლებთ თუ არა თქვენ ნორმალურად ფუნქციონირებას თქვენი დაბრუნების შემდეგ, რას აკეთებთ. წახვალთ. თუ დარჩებით. ეს არის არა ჰიპოთეტური სცენარი. ეს არის რეალური კონვერსაცია, რომელიც ხდება ახლა NASA-ში. და პასუხი არის არა მარტივი, რადგან ის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ რისკს, როგორ ვაფასებთ ცოდნას, როგორ ვაფასებთ ადამიანის სურვილს გამოიკვლიოს, მიუხედავად საფრთხისა. დოქტორი ალან სტერნი, პლანეტარული მეცნიერი, რომელმაც ხელმძღვანელობდა New Horizons-ის მისიას პლუტონზე, ამბობს რაღაცას, რაც რეზონირებს ბევრ ასტრონავტთან. ის ამბობს, ექსპლორაცია ყოველთვის მოიცავდა რისკს. როცა მაგელანი გაფრინდა მსოფლიოს გარშემო, ის არ იცოდა დაბრუნდებოდა თუ არა. როცა ამუნდსენი წავიდა სამხრეთ პოლუსზე, ის არ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა. როცა გაგარინი გაფრინდა კოსმოსში, ის არ იცოდა რა მოხდებოდა მის სხეულთან. მაგრამ ისინი წავიდნენ. რადგან ექსპლორაცია არის არა მხოლოდ უსაფრთხოების შესახებ. ის არის ცოდნის შესახებ. ის არის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, არსება, რომელიც ცდილობს გაიგოს, რაც არის უცნობი, მიუხედავად საფრთხისა, ეს არის ძლიერი არგუმენტი. მაგრამ ის აწყდება კონტრარგუმენტს, რომელიც არის ისევე ძლიერი. დოქტორი ლორი გარვერი, ბიოეთიკოსი სტენფორდის უნივერსიტეტიდან, ამტკიცებს, არსებობს განსხვავება რისკსა და უცნობს შორის. მაგელანი იცოდა, რომ შეიძლება დაღუპულიყო ქარიშხალში. მაგრამ ის იცოდა, რა იყო ქარიშხალი. ამუნდსენი იცოდა, რომ შეიძლება გაკინულიყო. მაგრამ ის იცოდა, რა იყო კინვა. გაგარინი იცოდა, რომ შეიძლება დაღუპულიყო ტექნიკური გაუმართავობით. მაგრამ ის იცოდა, რა იყო ტექნიკური გაუმართავობა.
მაგრამ ასტრონავტი, რომელიც მიდის მარსზე, არ იცის, რა მოხდება მის ტვინთან. ის არ იცის, იცვლება თუ არა მისი პიროვნება. ის არ იცის, დაკარგავს თუ არა ის ნაწილს იმისა, რაც ქმნის მას. ეს არის არა მხოლოდ ფიზიკური რისკი. ეს არის ეგზისტენციალური რისკი და აქ არის ის, რაც ქმნის ამ დებატს ისეთ რთულს, ორივე მხარე არის მართალი. ექსპლორაცია მოითხოვს რისკს. მაგრამ რისკი, რომელიც შეიძლება შეცვალოს თქვენი იდენტობა, თქვენი პიროვნება, თქვენი ტვინი, ორგანო, რომელიც ქმნის ყველაფერს, რაც თქვენ ხართ, ეს არის განსხვავებული ტიპის რისკი. ეს არის რისკი, რომელიც ეხება არა მხოლოდ თქვენს სიცოცხლეს, არამედ თქვენს არსებობას. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ჩვენ უკვე ვაკეთებთ ამ არჩევანს. არა ექსპლიციტურად, არა ცნობიერად, მაგრამ იმპლიციტურად ჩვენი მოქმედებებით. NASA გეგმავს მარსის მისიას მომდევნო 10 წლეულში. ისინი უკვე ირჩევენ ასტრონავტებს. ისინი უკვე აშენებენ ხომალდს. და ყველა ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ამ ასტრონავტების ტვინებთან. ეს არის არა კრიტიკა NASA-ს. ეს არის აღიარება რეალობისა. რადგან თუ ჩვენ დაველოდებით, სანამ ჩვენ ვიცოდეთ ყველაფერს, ჩვენ არასოდეს წავალთ. ჩვენ არასოდეს გამოვიკვლევთ. ჩვენ არასოდეს გავიგებთ. მეცნიერება მუშაობს არასრული ცოდნის მიღწევით სანამ მოქმედებამდე, არამედ მოქმედებით, შეცდომების გაკეთებით, სწავლით, ადაპტირებით. მაგრამ როცა შეცდომა შეიძლება ნიშნავდეს ასტრონავტის ტვინის მუდმივ ცვლილებას, როცა სწავლა შეიძლება ნიშნავდეს აღმოჩენას, რომ ადამიანი, რომელიც დაბრუნდა მარსიდან, აღარ არის იგივე ადამიანი, რომელიც გაფრინდა, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსნები იმის შესახებ, რაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ არ ვაკეთებთ მხოლოდ სამეცნიერო ექსპერიმენტს. ჩვენ ვაკეთებთ ადამიანურ ექსპერიმენტს. ექსპერიმენტს, რომელიც შეცვლის იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ მასში. და ეს გვიბიძგებს ერთ ფუნდამენტურ შეკითხვამდე, რომელიც არის არა მხოლოდ სამედიცინო, არა მხოლოდ ეთიკური, არამედ ფილოსოფიური, რა არის ადამიანი? არის თუ არა ადამიანი მისი ტვინი? თუ ადამიანი არის რაღაც უფრო მეტი, რაღაც, რაც შეიძლება არსებობდეს მიუხედავად ტვინის ცვლილებებისა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც ფილოსოფოსები კამათობდნენ ათასობით წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა პირველად ეს არის არა მხოლოდ აბსტრაქტული დებატი. ეს არის პრაქტიკული, გადაუდებელი შეკითხვა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რადგან პასუხი განსაზღვრავს, თუ როგორ ვექცევით ასტრონავტებს, რომლებიც დაბრუნდებიან კოსმოსიდან შეცვლილი. წარმოიდგინეთ ასტრონავტი, რომელიც დაბრუნდა მარსიდან 2 წლის შემდეგ. მისი ტვინი შეიცვალა. მისი ცერებელუმი შემცირდა. მისი პარიეტალური ქერქი რეორგანიზდა. მისი პრეფრონტალური ქერქი აჩვენებს განსხვავებულ აქტივაციის ნიმუშებს. ის აღწერს, რომ ის გრძნობს განსხვავებულად. ის ამბობს, რომ მისი აღქმა რეალობისა შეიცვალა. ის ამბობს, რომ ის აღარ არის იგივე ადამიანი. მაგრამ როცა ჩვენ ვუყურებთ მას, ჩვენ ვხედავთ იგივე სახეს, იგივე სხეულს, იგივე მოგონებებს. ის იხსენებს თავის ბავშვობას. ის იხსენებს თავის ოჯახს. ის იხსენებს თავის გადაწყვეტილებას გახდეს ასტრონავტი. ყველა ეს მოგონება არის ხელუხლებელი. მაგრამ რაღაც შეიცვალა. რაღაც ფუნდამენტური. არის თუ არა ის ჯერ კიდევ იგივე ადამიანი? ან არის თუ არა ის ახალი ადამიანი, რომელსაც აქვს ძველი ადამიანის მოგონებები? ეს არის არა მხოლოდ ფილოსოფიური თავსატეხი. ეს არის პრაქტიკული საკითხი, რომელსაც აქვს რეალური შედეგები. თუ ასტრონავტი არის ახალი ადამიანი, მაშინ ის ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა კონტრაქტს NASA-სთან, ის ადამიანი, რომელმაც დათანხმდა რისკებზე, ტექნიკურად აღარ არსებობს. ახალი ადამიანი, რომელიც დაბრუნდა, არასოდეს არ დათანხმებულა არაფერზე. ის უბრალოდ აღმოჩნდა მოგონებებით ადამიანისა, რომელიც გააკეთა ეს არჩევანი. ეს ჟღერს როგორც აბსურდი. მაგრამ ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, თუ ჩვენ მივიღებთ, რომ იდენტობა არის სრულად დამოკიდებული ტვინის სტრუქტურაზე. თუ ტვინი იცვლება ფუნდამენტურად, მაშინ იდენტობა ასევე იცვლება. მაგრამ არსებობს ალტერნატიული ხედვა. შეიძლება იდენტობა არის არა სტატიკური რამ, არამედ დინამიური პროცესი. შეიძლება მე არის არა ფიქსირებული სტრუქტურა, არამედ უწყვეტი ნარატივი, ისტორია, რომელსაც ჩვენ ვუყვებით საკუთარ თავს იმის შესახებ, ვინ ვართ. და თუ ეს ნარატივი რჩება უწყვეტი, თუ ასტრონავტი, რომელიც დაბრუნდა, ჯერ კიდევ გრძნობს კავშირს ასტრონავტთან, რომელიც გაფრინდა, მაშინ შეიძლება ის ჯერ კიდევ არის იგივე ადამიანი, მიუხედავად ტვინის ცვლილებებისა. ეს არის ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს ბევრი ფილოსოფოსი და ნეირომეცნიერი.
დოქტორი ანტონიო დამასიო, ნეირომეცნიერი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ამტკიცებს, რომ იდენტობა არის არა ლოკალიზებული ტვინის კონკრეტულ სტრუქტურაში, არამედ განაწილებული მთელ ტვინში, მთელ სხეულში, თუნდაც მთელ გარემოში. ის ამბობს, თქვენ არ ხართ თქვენი ტვინი. თქვენ ხართ პროცესი, რომელიც მოიცავს თქვენს ტვინს, თქვენს სხეულს, თქვენს გარემოს, თქვენს ისტორიას. და ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება ადაპტირდეს, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის რჩება იგივე პროცესი. ეს არის ლამაზი იდეა. მაგრამ ის აწყდება რთულ შეკითხვას, სად არის ზღვარი? რამდენად შეიძლება შეიცვალოს ტვინი, სანამ პროცესი აღარ იქნება იგივე პროცესი? რამდენად შეიძლება ტრანსფორმირდეს ადამიანი, სანამ ის აღარ იქნება იგივე ადამიანი? ეს არის შეკითხვა, რომელზეც არ არსებობს ობიექტური პასუხი. ეს არის შეკითხვა, რომელზეც ყოველი ადამიანი უნდა უპასუხოს საკუთარი თავისთვის. და პასუხი განსაზღვრავს, თუ როგორ ვფიქრობთ ასტრონავტებზე, რომლებიც დაბრუნდებიან კოსმოსიდან შეცვლილი. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად ღრმად შემაშფოთებელია, ჩვენ არ ვაკეთებთ მხოლოდ ამ არჩევანს ასტრონავტებისთვის. ჩვენ ვაკეთებთ მას მთელი კაცობრიობისთვის. რადგან თუ ჩვენ გავხდებით მულტიპლანეტარული სახეობა, თუ ჩვენ შევქმნით კოლონიებს მარსზე, ევროპაზე, ტიტანზე, მაშინ ადამიანები, რომლებიც იცხოვრებენ იქ, ბუნებრივად განვითარდებიან განსხვავებულად. მათი ტვინები ჩამოყალიბდება განსხვავებული გრავიტაციით, განსხვავებული გარემოთი, განსხვავებული რეალობით. და ერთ დღეს, არა შორეულ მომავალში, არამედ შეიძლება 100 წლის განმავლობაში, ადამიანობა იყოფა. არა პოლიტიკურად, არა კულტურულად, არამედ ბიოლოგიურად. დედამიწელები და მარსელები. ადამიანები, რომელთა ტვინები ჩამოყალიბდა დედამიწის გრავიტაციით, და ადამიანები, რომელთა ტვინები ჩამოყალიბდა მარსის გრავიტაციით. ორი ტიპის ჰომო საპიენსი, რომლებიც აღიქვამენ რეალობას განსხვავებულად, ფიქრობენ განსხვავებულად, არსებობენ განსხვავებულად. და აქ არის ის, რაც ყველაზე ღრმად, ყველაზე ფუნდამენტურად შემაშფოთებელია, ჩვენ არ ვიცით, შეძლებენ თუ არა ეს ორი ტიპის ადამიანი ურთიერთგაგებას. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა მათი აღქმა რეალობისა საკმარისად მსგავსი, რომ ისინი შეძლონ კომუნიკაცია, თანამშრომლობა, თანაცხოვრება. წარმოიდგინეთ დედამიწელი, რომელიც ხვდება მარსელს პირველად. ისინი საუბრობენ იგივე ენაზე. მათ აქვთ იგივე კულტურული მითითებები. მათ აქვთ იგივე ისტორია. მაგრამ როცა მარსელი აღწერს, თუ როგორ აღიქვამს ის სივრცეს, როგორ განიცდის ის მოძრაობას, როგორ ფიქრობს ის გრავიტაციაზე, დედამიწელი ვერ ახერხებს სრულად გაგებას. ეს არის არა ენობრივი პრობლემა. ეს არის პრობლემა ფუნდამენტური აღქმისა. მათი ტვინები, რომლებიც ჩამოყალიბდა განსხვავებულ გრავიტაციულ გარემოში, ქმნიან განსხვავებულ რეალობებს. ეს არის არა მეცნიერული ფანტასტიკა. ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცით ტვინის პლასტიურობის შესახებ. ტვინი არის არა ფიქსირებული სტრუქტურა. ის არის დინამიური ორგანო, რომელიც მუდმივად ადაპტირდება თავის გარემოზე. და თუ გარემო იცვლება ფუნდამენტურად, თუ გრავიტაცია ძალა, რომელმაც ჩამოაყალიბა ყოველი ასპექტი ტვინის ევოლუციისა, უცებ ხდება განსხვავებული, მაშინ ტვინი ასევე იცვლება ფუნდამენტურად. და ეს ცვლილება არის არა პათოლოგია. ეს არის არა დაავადება. ეს არის ადაპტაცია. ეს არის ევოლუცია რეალურ დროში. ეს არის დასაწყისი იმისა, რაც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ადამიანის ისტორიაში, მომენტი, როცა ჰომო საპიენსი იწყებს დივერსიფიკაციას, არა გენეტიკური მუტაციის მეშვეობით, არამედ გარემოს მეშვეობით, რომელიც ცვლის ტვინის განვითარებას. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს ტრანსფორმაცია არ იქნება სწრაფი. ეს არ იქნება დრამატული. ეს იქნება ნელი, თანდათანობითი, თითქმის შეუმჩნეველი. პირველი თაობა მარსელებისა იქნება თითქმის იდენტური დედამიწელებთან. მეორე თაობა იქნება ოდნავ განსხვავებული. მესამე თაობა კიდევ ოდნავ უფრო განსხვავებული. და ასე გაგრძელდება თაობიდან თაობაში, 10 წლეულიდან 10 წლეულში, საუკუნიდან საუკუნეში, სანამ ერთ დღეს, შეიძლება 500 წლის შემდეგ, შეიძლება 1000 წლის შემდეგ, მარსელები და დედამიწელები შეხედავენ ერთმანეთს და აღიარებენ, ჩვენ აღარ ვართ იგივე სახეობა. ეს არის მომავალი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ გეგმავთ მას, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ხდება, როცა ადამიანები ცხოვრობენ განსხვავებულ გრავიტაციულ გარემოში. ეს არის მომავალი, რომელიც იწყება არა საუკუნეების შემდეგ, არამედ ახლა, ამ წამს, ყოველი ასტრონავტით, რომელიც ატარებს 6 თვეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და ბრუნდება შეცვლილი. და ყველაფერი ეს, ყველა ეს ტრანსფორმაცია, ყველა ეს ცვლილება, ყველა ეს უცნობი, იწყება ერთი ორგანოთი.
ორგანოთი, რომელიც ამ წამს ცურავს თქვენს თავის ქალაში, დაცული გრავიტაციით, რომელმაც ჩამოაყალიბა ყოველი მისი უჯრედი, ყოველი მისი სინაფსი, ყოველი მისი აზრი. ორგანოთი, რომელიც როცა ისტოვებს ამ გრავიტაციას, იწყებს ტრანსფორმაციას, ნელს, უხმაურო, მაგრამ ფუნდამენტურს. ტრანსფორმაციას, რომელიც არის არა დასასრული ადამიანობისა, არამედ დასაწყისი რაღაც ახლისა. დასაწყისი ადამიანობის შემდეგი თავისა. დასაწყისი იმისა, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა იქნება, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, იქნება განსხვავებული. ფუნდამენტურად, შეუქცევადად, მარადიულად განსხვავებული. და ეს არის არა საფრთხე. ეს არის არა ტრაგედია. ეს არის უბრალოდ რეალობა. რეალობა იმისა, რაც ხდება, როცა სახეობა, რომელიც ევოლუციამ შექმნა ერთი პლანეტისთვის, იწყებს ცხოვრებას მრავალ პლანეტაზე. რეალობა იმისა, რაც ხდება, როცა ორგანო, რომელიც განვითარდა ერთი ტიპის გრავიტაციაში, იწყებს ადაპტირებას სხვა ტიპის გრავიტაციაზე. რეალობა იმისა, რაც ხდება, როცა ადამიანობა, პირველად თავის ისტორიაში, ხდება ნამდვილად მულტიპლანეტარული, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ბიოლოგიურად, ნეირონულად, ფუნდამენტურად. და ყველაფერი ეს იწყება ტვინით. თქვენი ტვინით. ორგანოთი, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს ამ წამს, ცდილობს გაიგოს, რა ნიშნავს ყველაფერი ეს. ორგანოთი, რომელიც თუ ის ოდესმე დატოვებს დედამიწას, დაიწყებს ცვლილებას, ნელს, უხმაურო, მაგრამ რეალურს. ცვლილებას, რომელიც შეიძლება იყოს დასაწყისი რაღაც ახლისა. რაღაც, რაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს სახელი. რაღაც, რაც იქნება ჯერ კიდევ ადამიანური, მაგრამ განსხვავებული. ჯერ კიდევ ჩვენ, მაგრამ ტრანსფორმირებული. ჯერ კიდევ ჰომო საპიენსი, მაგრამ ადაპტირებული ვარსკვლავებისთვის. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად პარადოქსულია. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ტვინის ტრანსფორმაცია, იდენტობის ცვლილება, ადამიანობის დივერსიფიკაცია, ყველაფერი ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი არის ზუსტად ის ორგანო, რომელიც აძლევს ჩვენ უნარს დავსვათ ეს შეკითხვები. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა ამ პლანეტაზე, შეიძლება ერთადერთი სახეობა ამ გალაქტიკაში, რომელსაც შეუძლია დაფიქრდეს საკუთარ ტვინზე, გაიგოს მისი ლიმიტები და მაინც გადაწყვიტოს წასვლა იქ, სადაც ეს ლიმიტები გამოცდილი იქნება. ეს არის არა ბაგი. ეს არის ფიჩა. ეს არის ზუსტად ის, რაც ქმნის ჩვენ ადამიანებად. დაფიქრდით ამაზე, თქვენი ტვინი შეიცავს დაახლოებით 86 მილიარდ ნეირონს. ყოველი ნეირონი აკავშირებს ათასობით სხვა ნეირონთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენს თავის ქალაში არსებობს დაახლოებით 100 ტრილიონი სინაფსი, 100 ტრილიონი კავშირი, რომელიც ქმნის ყველაფერს, რაც თქვენ ხართ. ეს რიცხვი არის ისეთი დიდი, რომ ის აღემატება ვარსკვლავების რაოდენობას ჩვენს გალაქტიკაში. თქვენი ტვინი არის სტრუქტურა, რომელიც უფრო რთულია ვიდრე რაიმე სხვა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ სამყაროში. და ეს სტრუქტურა, ეს ულტრა რთული ქსელი, არის არაფიქსირებული. ის იცვლება ყოველ წამს. როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, ახალი სინაფსები იქმნება. ძველი სინაფსები ძლიერდება ან სუსტდება. თქვენი ტვინი არის არა სტატიკური ობიექტი, არამედ დინამიური პროცესი, მდინარე, რომელიც მუდმივად მოძრაობს, მაგრამ რჩება იგივე მდინარე. და აქ არის ის, რაც ნამდვილად გასაოცარია, ეს პროცესი, ეს მუდმივი ტრანსფორმაცია, არის ზუსტად ის, რაც აძლევს თქვენს ტვინს უნარს ადაპტირდეს. როცა თქვენ სწავლობთ ახალ უნარს, თქვენი ტვინი ხელახლა აწყობს თავის არქიტექტურას. როცა თქვენ განიცდით ტრავმას, თქვენი ტვინი პოულობს ახალ გზებს ფუნქციონირებისთვის. როცა თქვენ ხვდებით ახალ გარემოში, თქვენი ტვინი ადაპტირდება. ეს არის ის, რაც ხდება ასტრონავტების ტვინებში კოსმოსში. ისინი არ ირღვევა. ისინი ადაპტირდება. ისინი ხელახლა აწყობენ თავიანთ არქიტექტურას გარემოსთვის, რომელიც არის ფუნდამენტურად განსხვავებული. და ეს ადაპტაცია, ეს ტრანსფორმაცია არის არა სისუსტის ნიშანი, არამედ ძალის ნიშანი. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის ტვინი არის ყველაზე ადაპტირებადი სტრუქტურა, რომელიც ოდესმე შექმნა ევოლუციამ. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. და ეს არ ვიცით არის არა დროებითი ხარვეზი, არამედ ფუნდამენტური ასპექტი იმისა, თუ როგორ მუშაობს სამყარო. ფიზიკოსები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, რა არის სამყაროს მხოლოდ 5%. დანარჩენი 95% არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, ნივთიერებები, რომლებიც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვზომავთ, ვერ ვიგებთ, მაგრამ რომლებიც ქმნიან უმეტეს ნაწილს სამყაროს მასისა და ენერგიისა. ბიოლოგები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს ცხოვრება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ დაიწყო ის. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს ცნობიერება. ჩვენ არ ვიცით, რატომ ნეირონების ელექტრული აქტივობა ქმნის სუბიექტურ გამოცდილებას, შეგრძნებას, რომ არსებობს მე, რომელიც განიცდის რეალობას.
და ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ტვინის სხვადასხვა ზონა და რას აკონტროლებს ისინი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ეს ზონები ერთად ქმნიან ერთიან გამოცდილებას. ჩვენ არ ვიცით, როგორ ნეირონების მილიარდები, რომლებიდან თითოეული არის უბრალო უჯრედი, ერთად ქმნიან რაღაცას, რაც შეუძლია იფიქროს, იგრძნოს, იოცნებოს, შეიყვაროს. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ hard problem of consciousness, რთული პრობლემა ცნობიერებისა. და ეს პრობლემა არის არა მხოლოდ აკადემიური თავსატეხი. ეს არის ფუნდამენტური შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა ვართ ჩვენ. რადგან თუ ჩვენ არ ვიცით, როგორ ტვინი ქმნის ცნობიერებას, მაშინ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ცნობიერებასთან, როცა ტვინი იცვლება. შეიძლება ცნობიერება არის ემერგენტული თვისება, რაღაც, რაც წარმოიქმნება ტვინის სტრუქტურიდან, მაგრამ არ არის რედუცირებადი მასზე. თუ ეს ასეა, მაშინ როცა ტვინის სტრუქტურა იცვლება, ცნობიერება ასევე იცვლება. მაგრამ არა პროგნოზირებადი გზით. შეიძლება მცირე ცვლილება სტრუქტურაში გამოიწვიოს დიდი ცვლილება ცნობიერებაში. ან შეიძლება დიდი ცვლილება სტრუქტურაში გამოიწვიოს მცირე ცვლილება ცნობიერებაში. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. და ეს არ ვიცით არის არადროებითი. ეს არის შეიძლება მუდმივი. რადგან ცნობიერება არის ის ერთი რამ, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ შევისწავლოთ ობიექტურად. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ტვინი. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ნეირონული აქტივობა. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ გავზომოთ სუბიექტური გამოცდილება, ის, თუ როგორია იყო ადამიანი, რომლის ტვინი შეიცვალა. ეს არის ის, რაც ქმნის ასტრონავტების ისტორიებს ისეთ ძლიერს. როცა სკოტ კელი ამბობს, რომ ის გრძნობს განსხვავებულად მისი დაბრუნების შემდეგ კოსმოსიდან, ჩვენ ვერ შევძლებთ გავზომოთ ეს განსხვავება. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მისი ტვინის სტრუქტურა. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მისი კოგნიტური უნარები. მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებთ გავზომოთ ის, თუ როგორია იყო ის სუბიექტური, შინაგანი გამოცდილება იმისა, თუ როგორია არსებობა როგორც სკოტ კელი. და ეს ნიშნავს, რომ არსებობს ასპექტი ამ ტრანსფორმაციისა, რომელიც ყოველთვის დარჩება უცნობი. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგია, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი რამ არის ფუნდამენტურად სუბიექტური, ფუნდამენტურად პირადი, ფუნდამენტურად შეუძლებელი გაზიარება. მაგრამ შეიძლება ეს არის კარგი. შეიძლება ეს, არ ვიცით, არის არა სისუსტე, არამედ ძალა. რადგან ის ნიშნავს, რომ არსებობს ასპექტი ადამიანური გამოცდილებისა, რომელიც რჩება საიდუმლოდ, რჩება პირადად, რჩება უნიკალურად ჩვენად. დაფიქრდით ამაზე, ყოველი ადამიანი, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა, ჰქონდა უნიკალური ტვინი. არა მხოლოდ გენეტიკურად უნიკალური, არამედ სტრუქტურულად უნიკალური. ყოველი გამოცდილება, რომელიც თქვენ გქონდათ, ყოველი აზრი, რომელიც თქვენ გქონდათ, ყოველი ემოცია, რომელიც თქვენ განიცადეთ, შეცვალა თქვენი ტვინის სტრუქტურა ისეთი გზით, რომელიც არასოდეს არ განმეორდება. თქვენი ტვინი არის არა მხოლოდ ორგანო. ის არის ისტორია, ისტორია თქვენი ცხოვრებისა დაწერილი ნეირონულ კავშირებში. და როცა ასტრონავტი მიდის კოსმოსში და მისი ტვინი იცვლება, ახალი თავი ემატება ამ ისტორიას. თავი, რომელიც არასოდეს არ დაწერილა ადრე. თავი, რომელიც აღწერს გამოცდილებას, რომელიც არასოდეს არ ჰქონია არც ერთ ადამიანს ევოლუციის 4 მილიარდი წლის განმავლობაში, გამოცდილება არსებობისა გარემოში, სადაც გრავიტაცია, ძალა, რომელმაც ჩამოაყალიბა ყოველი ასპექტი ცხოვრებისა, უცებ ქრება. ეს არის არა ტრაგედია. ეს არის არა დაკარგვა. ეს არის გაფართოება. ეს არის ადამიანური გამოცდილების ჰორიზონტის გაფართოება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე იყო მიუწვდომელი. და აქ არის ის, რაც ნამდვილად ლამაზია. ყოველი ასტრონავტი, რომელიც ბრუნდება კოსმოსიდან შეცვლილი, მოაქვს უკან რაღაც, რაც არასოდეს არსებობდა ადრე, პერსპექტივა, რომელიც შეუძლებელია მიღება დედამიწაზე. პერსპექტივა იმისა, თუ როგორია იყო ადამიანი, რომლის ტვინი ადაპტირდა სხვა რეალობაზე. ფრენკ უაიტი, ასტრონავტი, რომელმაც გაატარა 6 თვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, აღწერდა რაღაცას, რასაც ის უწოდებს overview effect, მიმოხილვის ეფექტს. ის ამბობს, რომ როცა თქვენ უყურებთ დედამიწას კოსმოსიდან, როცა თქვენ ხედავთ მთელ პლანეტას ერთდროულად, რაღაც იცვლება თქვენს აღქმაში. საზღვრები, რომლებიც ჩანან ისეთი მნიშვნელოვანი დედამიწაზე ხრება. კონფლიქტები, რომლებიც ჩანან ისეთი გადაუდებელი, ჩანან უმნიშვნელო. და თქვენ იწყებთ ხედვას კაცობრიობისა არა როგორც ცალკეული ერების, არამედ როგორც ერთი სახეობისა, რომელიც იზიარებს ერთ პატარა, მყიფე პლანეტას უსასრულო სივრცეში. ეს არის არა მხოლოდ ემოციური რეაქცია. ეს არის კოგნიტური ტრანსფორმაცია.
ეს არის ახალი გზა რეალობის აღქმისა, რომელიც ხდება შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ტვინი ადაპტირდა გარემოზე, სადაც ზემოთ და ქვემოთ აღარ არსებობს, სადაც დედამიწა არის არაფუძე, რომელზეც თქვენ დგახართ, არამედ ობიექტი, რომელსაც თქვენ უყურებთ. და ეს პერსპექტივა, ეს ტრანსფორმირებული გზა ხედვისა არის რაღაც, რაც ასტრონავტები მოაქვთ უკან დედამიწაზე. ისინი ხდებიან ელჩები, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რაღაც, რაც დანარჩენმა კაცობრიობამ არ იცის. ადამიანები, რომელთა ტვინებმა ადაპტირდა სხვა რეალობაზე და შემდეგ დაბრუნდა, მოაქვთ ამ ადაპტაციის ნაწილი მათთან. და აქ არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს პროცესი, ტვინის ადაპტაცია ახალ გარემოზე, ახალი პერსპექტივის მიღება, ამ პერსპექტივის დაბრუნება და გაზიარება, ეს არის ზუსტად ის, რაც ყოველთვის აძლევდა კაცობრიობას უნარს განვითარებულიყო. ჩვენი წინაპრები, რომლებმაც გამოვიდნენ აფრიკიდან და გავრცელდნენ მთელ პლანეტაზე, ადაპტირდნენ უამრავ განსხვავებულ გარემოზე. მათი ტვინები შეიცვალა. მათი კულტურები დივერსიფიცირდა. მაგრამ ისინი რჩებოდნენ დაკავშირებულები, რჩებოდნენ ერთი სახეობა, რადგან ისინი აგრძელებდნენ გაზიარებას, იდეების გაზიარებას, ტექნოლოგიების გაზიარებას, პერსპექტივების გაზიარებას. და ახლა, როცა ჩვენ ვიწყებთ გავრცელებას არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მის მიღმა, იგივე პროცესი გრძელდება. ასტრონავტები, რომლებიც მიდიან კოსმოსში, არიან პიონერები, არა მხოლოდ გეოგრაფიული პიონერები, არამედ ნეირონული პიონერები. ისინი არიან პირველი ადამიანები, რომელთა ტვინები ადაპტირდება გარემოზე, რომელიც არის ფუნდამენტურად განსხვავებული ყველაფრისგან, რაც ევოლუციამ მოამზადა ჩვენთვის. და როცა ისინი ბრუნდებიან, ისინი მოაქვთ უკან არა მხოლოდ სამეცნიერო მონაცემებს, არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, არამედ რაღაც უფრო ღრმას, ახალი გზა არსებობისა, ახალი გზა აზროვნებისა, ახალი გზა რეალობის აღქმისა. და ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არა კონკრეტული ცვლილებები ტვინის სტრუქტურაში. არა კონკრეტული სიმპტომები, რომლებიც ასტრონავტები განიცდიან. არამედ ის, რაც ეს ცვლილებები წარმოადგენენ, დასაწყისი პროცესისა, რომელიც შეცვლის იმას, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. რადგან ადამიანობა არის არაფიქსირებული კატეგორია. ის არის არასტატიკური დეფინიცია. ის არის დინამიური პროცესი ადაპტაციისა, ტრანსფორმაციისა, ევოლუციისა. და ეს პროცესი არ ჩერდება. ის გრძელდება ყოველ თაობაში, ყოველ ადაპტაციაში, ყოველ ახალ გარემოში, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. და ახლა, პირველად ჩვენს ისტორიაში, ჩვენ ვაწყდებით გარემოს, რომელიც არის ისეთი ფუნდამენტურად განსხვავებული, რომ ის მოითხოვს არა მხოლოდ კულტურულ ადაპტაციას, არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ადაპტაციას, არამედ ბიოლოგიურ ადაპტაციას, ადაპტაციას ორგანოს დონეზე, რომელიც ქმნის ჩვენს იდენტობას. და ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის გაურკვეველი. ეს არის სავსე უცნობით. მაგრამ ეს არის ასევე ლამაზი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ დასრულებული. ჩვენ არ ვართ ფიქსირებული. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ევოლუციაში, ჯერ კიდევ ტრანსფორმაციაში, ჯერ კიდევ ხდებით რაღაც ახალი. და ყველაფერი ეს, ყველა ეს შესაძლებლობა, ყველა ეს უცნობი, ყველა ეს მომავალი, არსებობს იმიტომ, რომ თქვენი ტვინი, ორგანო, რომელიც ამ წამს კითხულობს ამ სიტყვებს, არის არაფიქსირებული მანქანა, არამედ ცოცხალი, დინამიური, ადაპტირებადი სისტემა. სისტემა, რომელსაც შეუძლია შეიცვალოს, შეიძლება ტრანსფორმირდეს, შეიძლება გახდეს რაღაც ახალი, მაგრამ რომელიც რჩება ფუნდამენტურად ადამიანური. რადგან ადამიანობა არის არა კონკრეტული სტრუქტურა. ის არის უნარი ადაპტირებისა, უნარი სწავლისა, უნარი ტრანსფორმაციისა. უნარი დასმისა შეკითხვებისა, რომლებსაც არ აქვს პასუხები. უნარი წასვლისა იქ, სადაც არავინ არ წასულა ადრე. უნარი ხდომისა რაღაცახლისა, რაღაც განსხვავებულისა, რაღაც, რაც ჯერ არ არსებობს, მაგრამ რაც შეიძლება არსებობდეს, თუ ჩვენ გვაქვს გამბედაობა შევქმნათ ის. და ეს გამბედაობა წასვლისა უცნობში, გამბედაობა ტრანსფორმაციისა, გამბედაობა ხდომისა რაღაცახლისა, ეს არის ზუსტად ის, რაც ყოველთვის განსაზღვრავდა ჩვენ როგორც სახეობას. ჩვენი წინაპრები, რომლებმაც გამოვიდნენ ხეებიდან სავანებზე, ჰქონდათ ეს გამბედაობა. ჩვენი წინაპრები, რომლებმაც გამოვიდნენ აფრიკიდან და გავრცელდნენ მთელ პლანეტაზე, ჰქონდათ ეს გამბედაობა. ჩვენი წინაპრები, რომლებმაც შექმნეს ენა, ხელოვნება, მეცნიერება, ცივილიზაცია, ჰქონდათ ეს გამბედაობა. და ახლა, ჩვენ მათი შთამომავლები ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. ჩვენ ვდგავართ ზღვარზე, არა გეოგრაფიულ ზღვარზე, არამედ ბიოლოგიურ ზღვარზე. ზღვარზე, რომელიც გამოყოფს ადამიანობას როგორც ერთპლანეტარულ სახეობას, ადამიანობისგან როგორც მულტიპლანეტარულ სახეობას.
ზღვარზე, რომელიც გამოყოფს ადამიანებს, რომელთა ტვინები ჩამოყალიბდა ერთი ტიპის გრავიტაციით, ადამიანებისგან, რომელთა ტვინები ჩამოყალიბდება მრავალი ტიპის გრავიტაციით. და როცა ჩვენ გადავალთ ამ ზღვარს და ჩვენ გადავალთ მას, ეს არის გარდაუვალი, ჩვენ შევიცვლებით. ჩვენი ტვინები შეიცვლება. ჩვენი აღქმა შეიცვლება. ჩვენი იდენტობა შეიცვლება. მაგრამ ჩვენ რჩებით ადამიანები. რადგან ადამიანობა არის არა ის, რაც ჩვენ ვართ, არამედ ის, რაც ჩვენ ვაკეთებთ. და ის, რაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ექსპლორაცია, ადაპტაცია, ტრანსფორმაცია, ხდომა. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? გახსოვთ ის პირველი წამი, როცა ჩვენ ვისაუბრეთ თქვენს ტვინზე, რომელიც ცურავს თქვენს თავის ქალაში, დაცული გრავიტაციით, რომელმაც ჩამოაყალიბა ყოველი მისი უჯრედი. გახსოვთ, როგორ ჩვენ ვთქვით, რომ ეს ბალანსი, ეს სტაბილურობა არასოდეს არ შეცვლილა. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არ იყო სიმართლე. ეს ბალანსი იცვლება. ის იცვლება ყოველ წამს, ყოველ გამოცდილებაში, ყოველ ახალ გარემოში. და ახლა, როცა ჩვენ ვიწყებთ წასვლას კოსმოსში, ეს ცვლილება ხდება უფრო ღრმა, უფრო ფუნდამენტური, უფრო ხილული. მაგრამ ეს არის არა რაღაც ახალი. ეს არის გაგრძელება პროცესისა, რომელიც დაიწყო 4 მილიარდი წლის წინ. როცა პირველი უჯრედები გამოჩნდნენ დედამიწის ოკეანეებში. პროცესი ადაპტაციისა, ევოლუციისა, ტრანსფორმაციისა. პროცესი, რომელიც შექმნა ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ. პროცესი, რომელიც გრძელდება ამ წამს, თქვენს ტვინში, ჩემს ტვინში, ყოველი ადამიანის ტვინში, რომელიც ოდესმე იცხოვრებს. და ეს პროცესი არ ჩერდება. ის არ შეიძლება შეჩერდეს. რადგან ის არის არა რაღაც, რაც ჩვენ ვაკეთებთ. ის არის ის, რაც ჩვენ ვართ. ასე რომ, როცა თქვენ ფიქრობთ ასტრონავტებზე, რომელთა ტვინები იცვლება კოსმოსში, არ იფიქროთ მათზე როგორც მსხვერპლებზე. არ იფიქროთ მათზე როგორც ექსპერიმენტებზე. იფიქრეთ მათზე როგორც პიონერებზე, პირველ ადამიანებზე, რომლებიც გადადიან ზღვარს, რომელიც გამოყოფს ადამიანობას როგორც ერთპლანეტარულ სახეობას, ადამიანობისგან როგორც რაღაც უფრო დიდს, რაღაც უფრო ფართოს, რაღაც, რაც ჯერ არ არსებობს, მაგრამ რაც იქნება ერთ დღეს, ჩვენი შთამომავლები. და როცა თქვენ ფიქრობთ იმ ბავშვებზე, რომლებიც ერთ დღეს დაიბადებიან მარსზე, რომელთა ტვინები განვითარდება განსხვავებულ გრავიტაციაში, არ იფიქროთ მათზე როგორც უცხოებზე. იფიქრეთ მათზე როგორც ადამიანებზე, განსხვავებული ტიპის ადამიანებზე, რომლებიც ადაპტირებულნი არიან განსხვავებულ რეალობაზე, მაგრამ რომლებიც რჩებიან ფუნდამენტურად ჩვენი, ნაწილი იმავე სახეობისა, იმავე ისტორიისა, იმავე უსასრულო პროცესისა ადაპტაციისა და ტრანსფორმაციისა. რადგან ბოლოს და ბოლოს ის, რაც ქმნის ჩვენ ადამიანებად, არის არა კონკრეტული სტრუქტურა ჩვენი ტვინისა. ის არის არა კონკრეტული გენი ჩვენს დნმში. ის არის არა კონკრეტული ფორმა ჩვენი სხეულისა. ის, რაც ქმნის ჩვენ ადამიანებად, არის ის, რომ ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც ეკითხება. სახეობა, რომელიც ეძებს. სახეობა, რომელიც ცდილობს გაიგოს, რაც არის უცნობი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაგება შეიძლება შეცვალოს ჩვენ. და ეს უნარი დასმისა შეკითხვებისა, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენ, ეს გამბედაობა ძიებისა პასუხებისა, რომლებმაც შეიძლება ტრანსფორმირება გაუკეთოს ჩვენ, ეს სურვილი წასვლისა იქ, სადაც ჩვენ შეიძლება აღარ დავრჩეთ იგივე, ეს არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენ ადამიანებად. და ეს არასოდეს შეიცვლება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეიცვლება ჩვენი ტვინები. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეიცვლება ჩვენი სხეულები. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეიცვლება ჩვენი რეალობა. რადგან ჩვენ ვართ ადამიანები. და ადამიანები ყოველთვის ეძებენ. ყოველთვის ადაპტირდებიან. ყოველთვის ტრანსფორმირდებიან. ყოველთვის ხდებიან. და ეს არის არა დასასრული. ეს არის დასაწყისი.